მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს ხურჩაბეთია, დღის პირველი საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეთერშია გადაცემა ეკონეტია. მეგოხართ გადაცემის წამყვანი სოფოძიგულა და ჩვენ მომდევნო 1 საათის განმავლობაში ვისაუბროთ თქმა ისეთ ესე ვთქვათ გულის ტკივილიან თემაზე, რაც შეეხება გარემოს დაცვით პრობლემებს და მასთან არსებულ ჯანმრთელობის საკითხებზე. დღევანდელი ჩვენი თემა არის აქტუალობიდან გამომდინარე, პრინციპში სულ აქტუალურია საქართველოში, რაც თავისუფლ პრობლემას წარმოადგენს, ეს გახლავთ შრომითი უფლებები. დღეს დღევანდელი ჩვენი სტუმრები გახლავთ გოჩა ალექსანდრია პროკაშიების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე და გოჩა სურგულაძე მწვანე მუშტის წარმომადგენელი. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად და გვიწევს ეს თემაზე საუბარი, რომელიც დიდი ხანია საქართველოში პრობლემურია, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ საქართველოში, თუმცა ამას ცალკე თავისი პრობლემური მხარი გააჩნია. მოდი დავიწყოთ პირველი კითხვით. ალბათ ბატონ გოჩას უფრო ექნება სტატისტიკური მონაცემები საქართველოში მუშების დაღუპვისა და დაზიანების შემთხვევების სხვა ქვეყნებთან შედარებით პროცენტული თვალსაზრისით როგორია ჩვენთან. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით თქვენს რადიო მსმენელს, ჩვენს კოლეგას გოჩას. ძალიან საინტერესო გადაცემა არის და ვფიქრობ თან დროულიც გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში აი ახლა ამ პერიოდში მიმდინარეობს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესები შრომითი უსაფრთხოების, ანუ სამუშაო ადგილზე ადამიანების ჯანმრთელობის და მათი სამუშაო გარემოს სიჯანსაღის და პირობების შესახებ. პირველ რიგში თქვენ შეკითხვას სანამ უპასუხებ, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობამ 5 თებერვალს მიიღო დადგენილება, რომელიც შრომის პირობების მონიტორინგის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს კომპანიების მხრიდან ნებაყოფლობით თავიანთი საკითხი. არა, ეს მნიშვნელოვანია იმ კითხვის კონტექსტში და უბრალოდ მოკლედ ვთქვი. და ნებაყოფლობით რომ კომპანიებმა ასე ვთქვათ განახორციელონ თავიანთ საწარმოებში, ორგანიზაციებში შრომითი პირობების მდგომარეობის შემოწმება. აქ საუბარი არა შრომით უფლებებზე, მინდა თავიდანვე იცოდეს მსმენელმა, ხოლო შრომით პირობებზეა საუბარი, ის ნებაყოფლობით შემოწმებაზე და როდესაც მიდგომა აი ასეთია, ამგვარია, ასეთი უპასუხისმგებლობა ხელისუფლების მხრიდან და გრძელდება ეს მიუხედავად იმისა, რა დისკუსიებია საზოგადოებაში, რამდენი წელია, რამდენი უბედური შემთხვევა, ჯგუფური დაღუპვის, ჯგუფური ტრავმატიზმის და მაინც რომ ამას შემოგთავაზებს ხელისუფლება, რაზე უნდა ვილაპარაკოთ და რა ასე ვთქვათ, საღაზრზე უნდა ვისაუბროთ. რაც შეეხება სტატისტიკას, საქმეც ის არის, რომ სტატისტიკის განხორციელებელი ორგანო არ არსებობს საქართველოში და იციფრები, რაც მე თქვენ უნდა მოგახსენოთ, ეს არის მაინც დაახლოებითი. თქვენ წარმოვიდგენიათ, ხო, როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობ, სადაც ადამიანის სიცოცხლეზე ვლაპარაკობ დაახლოებით. და ეს ან სახელმწიფო სტრუქტურაში არ არსებობს სათანადო აღრიცხვა სტატისტიკა, რომელიც მოგცემდა რეალურ სახეს. არანაირი ასე ვთქვათ შესაბამისი უწყება არ არსებობს და გასული წლის მონაცემებით დაახლოებით 40 ადამიანია დაღუპული სამუშაო და სუფთა საწარმოო შემთხვევით, საწარმოო უბედური შემთხვევით და დაახლოებით 2 ამდენი დასახიჩრებულია მძიმედ. ახლა თუ ჩვენ გასულ წლებს გადავხედავთ, ხო, დაახლოებით აი ამ ფარგლებში მერყეობს სტატისტიკაც, თუმცა იყო 1 წელი, 2010 წელი, როდესაც ამოვარდნა იყო სერიოზული და ძალიან დიდი, ძალიან გაიზარდა იმ წელს რაოდენობა გარდაცვალებულებისა და დაშავებულებისაც და დაახლოებით 91 ადამიანი იყო ჩვენი მონაცემებით გარდაცვლილი 2010 წელს საწარმოო ტრავმების შედეგად და 2 ამდენი 168 ადამიანი იყო მძიმედ დაშავებული. რამ გამოიწვია აი თუნდაც ეს ამოვარდნა სამდეთის ასეთი გაუარესება არავის არ შეუსწავლია, არავინ არ დაინტერესებულა. არც ერთი ამის ექსპერტულია სამეცნიერო ან სახელმწიფო ორგანიზაცია არ დამჯდარა და არ უმსჯელია. რა საკეთებს ამ დროს პროფკავშირი? პროფკავშირის რესურსი არის ერთი რო ლიმიტირებული. მეორე სახელმწიფო პასუხისმგებლობის გარეშე ამ პრობლემას არ მოევლება. პროფკავშირი აკეთებს თავის გასაკეთებელს. იქ სადაც ორგანიზაცია და წევრები არიან, იქ ვაგროვებთ ინფორმაციას. თუ არის მძიმე შემთხვევა გარდაცვალების იქნება თუ დაშავების ოჯახთან შეთანხმებით, დაშავებულთან შეთანხმებით სასამართლოში მივდივართ ან პირველ რიგში რა თქმა უნდა დამსახურებისგან მოვითხოვთ კომპენსაციას, მოვითხოვთ სრულ დანაზღაობებს. კომპენსაციაზე შემდეგ ვისაუბროთ, მანამდე კი გადავიდეთ მეორე სტუმართან. გოჩა ხშირად არიციან ხოლმე თვითონ მუშებმა,
არც სწორად ვამბობ თუ არა დაშვებულია ეს ტერმინი დასაქმებულებმა თავისი შრომითი უფლებების შესახებ. მე ვიცი რომ თქვენ აპირებთ კონფერენციის ჩატარებას ამის შესახებ და რანაირი შემცნებითი სახე ექნება ალბათ და რას აპირებთ და რას გეკმოთ ამის შესახებ. ამ პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის მივესალმები რადიო მსმენელს. მე გახლავართ კოჩა სულუაძე, მოძრაობა მწვანე მუშტის წევრი, მილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ეკონომიკის მაგისტრის სტუდენტი. აქედან დავიწყებ. თვითონ შემეცნებითი კუთხით ზოგადად დასაქმებულებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს ტერმინი მუშარი მარგინალიზებულია. რეალურად დასაქმებულები მუშა ითვლება გამორული, თქვა, მაღაროში მომუშავე ადამიანი. რეალურად მოცემულობა გვაქვს სხვაგვარ მომსახურებითი სფერო, რომელიც უნივერსიტეტის მთელი დასაქმებულთა რაოდენობის 70%-ია დასაქმებული, ყოველდღიურად განიცდის შრომით ექსპლუატაციას, კონკრეტულად რას გულისხმობ ამაში. ზეგანაკუთული შრომა, ვთქვათ, სავაჭრო ცენტრებში და სხვა მომსახურებელ საწარმოებში 11-12 საათის განმავლობაში მუშაობენ დასაქმებული პერსონალი. ამის შესაბამისობაში მოყვანა შრომის კოდექსთან არ მიმდინარეობს. თვითონ დასაქმებულებმაც იციან, რომ თავისი უფლება დარღვეულია, მაგრამ რა კონკრეტულ ზომებს რა გზებს მიმართონ არ იციან. ანუ კანონი ამ შემთხვევაში მაგალითად შრომის კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს თქვა 8 საათიან შრომის გრაფიკს და ასე შემდეგ. არ არის მექანიზმი დასჯის, სანქციების. თქვათ ის შემთხვევა, რაც გომარებს უსაფრთხოების ნორმები, მაგალითად და ასეულს უსაფრთხოების ნორმები, ამის პრევენცია უნდა მოხდეს. პრევენცია შრომის ინსპექცია, რაღაცა საუბარდა ბატონი გოჩა, პროკავშირების წარმომადგენელი, გულისხმობს იმას, რომ შრომის ინსპექცია გულისხმობს, რომ პრევენცია მონიტორინგი გაუწიოს და შესაბამისი სანქციები დააკისროს. გახსნის აპელირება მიდის იმიტომ ეკონომიკურ ინვესტიციების შემცირებას ეს თქმასაც რომელიც თქვათ გამოწვეული იქნა რომ თუნდაც ხომას ევროპის თავების წარმომადგენლებს ამ თავიანთი ბიზნესები და რა თქმა უნდა ეს ინვესტორებს თუნდაც ამ კონკრეტული კაპიტალის ასე ვთქვათ მოგების ნორმაზე აისახება. რა თქმა უნდა, ჩემი აზრით ის მოგების ნაწილი უნდა გაიყოს კომპანიებმა და უზრუნველყოს საფრთხო გარემო. პირველ რიგში რაც მნიშვნელოვანია და მეორე რიგში რაცა ზენორმატიული სამუშაო გრაფიკი, პლუს ამას არაადეკვატური ხელფასი. არ გომერ განვითარებაზე ვსაუბრობთ, როდესაც სამხედრო ფაბრიკებში 200 ლარზე მუშაობს დაახლოებით 1000-მდე კერავი. საქართველოს მთლიანი მასშტაბით საუბრობ, ეს აჭარაში და ქუთაისში. დასაგებია, რას ემსახურება თქვენი კონფერენცია, რომელიც უნდა ჩატარდეს ამ დღეს ჩვენ გავმართეთ პრესკონფერენცია, ვისაუბრეთ იმ დასაწყისზე ბაზისზე, საიდანაც ჩვენ წლების განმავლობაში ვწოდოთ, უკვე მეხუთე წელია. ვბრძოლობთ წინა ხელისუფლების დროს, შრომით უფლების დაცვის მხრივ, ვბრძოლობთ დღესაც და ვბრძოლობთ ყოველთვის. კონკრეტულად რა შემთხვევაში, ახალი მთავრობა არის სოციალ-დემოკრატიული მთავრობა, როგორც თვითონ განაცხადა, პოლიტიკური განაცხადი აქვს ეს, მაგრამ რეალურად რა ხდება? არის ნეოლიბერალური კურსის გაგრძელება, რაც წინა მთავრობას ჰქონდა, სრული უფასისმგებლობა დასაქმებულ პერსონალის მიმართ და მოქალაქეების მიმართ. თუნდაც შრომით მიგრაციასაც რო შევეხოთ, არანაირი უფლებრივი დაცლობას ვერ ცნობს. დასაგებია, შრომით მიგრაციაზე შემდეგ ვისაუბროთ, მანამდე კი უფრო მწვავე საკითხებზე, მაგალითად რომელი ყოველ სახიფათო საწარმოები საქართველოში ალბათ თქვენ გექნებათ პროკავშირის ამაზე ყველაზე ეს ადეკვატური პასუხი. ყველაზე სახიფათო სამწუხაროდ საქართველოში არის სფეროდ რომ ავიღოთ, ეს არის მშენებლობის სფერო, სადაც ძალიან გაზრდილია რაოდენობა უბედური შემთხვევების, ხოლო რაც შეეხება საწარმოებს, ეს არის პირველ რიგში მაღაროები ჭიათურაში და შახტა, ტყიბულის შახტა, ჭიათურაში მაღაროებია, ხოლო ტყიბულში შახტაა. და ასევე ზესტაფონის სფერო, სადაც უკვე რამდენიმე გარდაცვალების შემთხვევა გამოვლინდა ბოლო წლებში და ეხლა აი ამ ეტაპზე ხვალ არის კიდე ერთ-ერთი სასამართლო პროცესი, რომელსაც ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახთან ერთად ჩვენ ვთქვათ ვეწევით სასამართლოში ადმინისტრაციის წინააღმდეგ. ხოლო რაც შეეხება ზოგადად სხვა საწარმოებს, თქვენ კაზრეთი ახსენეთ, საბედნიეროდ კაზრეთში გარდაცვალების შემთხვევა უკვე რამდენიმე წელია არ ყოფილა. თუმცა ავადმყოფობის შემთხვევები ძალიან დიდი და საინტერესოა აქ თუ არა მათ დაზღვევა, თუნდაც ამ კერძო კომპანიების მხრიდან. მე სწორედ ეს მინდოდა გამიყო საკითხი გარდაცვალებების, სამუშაო ადგილების და მძიმე დაავადებების. აქაც ორად უნდა გავყო დაავადებები. არის ტრავმატიზმის შემთხვევები, მძიმე საშუალო, ასე ვთქვათ, სიმძიმის და არის პროფესიული დაავადებები. აი პროფესიული დაავადებების საკითხი არის აბსოლუტურად ღვთისანაბარა მიტოვებული საქართველოში. დღესდღეობით არ არსებობს არანაირი არც პრევენციის მექანიზმი ქვეყანაში შექმნილი და არც პროფესიული დაავადების
როგორც პროფესიული დაავადება და აღიარების ნორმალური მექანიზმი. არის რა თქმა უნდა ზოგადი, ასე ვთქვათ, შრომის კოდექსი ითვალისწინებს. შრომის კოდექსში არის ამის შესახებ. არა, შრომის კოდექსში ერთადერთი მუხლია, მხოლოდ ზოგადი მუხლი, რომელიც ამბობს, რომ დამსაქმებელი პასუხისმგებელია სამუშაო ადგილზე ადამიანისთვის, შრომელი ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის. მორჩა, ეს არის და ეს, თუმცა არის ნორმატიული აქტები არის და ასე შემდეგ, რომლებშიც გაწერილი არის გარკვეული პროცედურები, იგივე პროფესიული დაავადებისთვის ასე შემდეგ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საბოლოო ჯამში სასამართლოს ქვემდებარე საკითხი. ანუ დასაქმებულს აპრიორი არ აქვს საშუალება სასამართლოს გარეშე რამეს მიაღწიოს. და სასამართლო არის ფასიანი, რა თქმა უნდა. სასამართლო არის ერთი, რომ როცა რამეს მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას, ფული უნდა გადაიხადოს შესაბამისად მოთხოვნილი თანხიდან გამომდინარე და პლუს სასამართლო არის ძალიან ძვირი და გრძელვადიანი პროცესი. და ადამიანები, რომლებიც ან გარდაიცვალნენ და მათი ოჯახები უпростоრად და ადამიანები, რომლებიც ძიმე დაშავდნენ, იძულებული არიან სასამართლოში ირბინონ, გუთავბოლოთ, აიყვანონ ძვირადღირებული ადვოკატი და დაწყებული ინსტანციიდან მიყვნენ სააპელაციო და უმაღლეს სასამართლომდე და მათ ეს არ შეუძლიათ. და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ დაახლოებით 1300 საქმეა გასულ წელს ესე იგი შრომითი და შრომით სფეროში სასამართლოში შესული. ამ 1300-დან დაახლოებით 250-ია მხოლოდ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი. დანარჩენი არის შრომით უფლებების დარღვევა, სამსახურიდან დათხოვნა და ასე შემდეგ. ანუ ეს რას ნიშნავს? საკმაოდ მცირეა ეს რაოდენობა. ანუ ეს მას ნიშნავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომი არ არის ყველასთვის, იმიტომ რომ ძვირია და გრძელვადიანია. ამიტომ არის აუცილებელი, რომ საქართველოში უნდა იყოს შესაბამისი ინსტიტუტები შექმნილი, პირველ რიგში ეს უნდა იყოს შრომის სახელმწიფო ინსპექცია პრევენციისთვის და ეფექტური კომპენსირების მექანიზმის შექმნისთვის. გასაგები არის თუ არა საწარმოში მიღებული ტრამვების, ანუ თუნდაც ადამიანის დაღუპვის გამო სისხლის სამართლის წესით დასჯილიყო პასუხისმგებელი პირი, ესეთი შემთხვევები გვაქვს თუ არა? რასაკვირველია, ჩვენ რომ ეხლა ვერტყობით სტატისტიკას, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა. ანუ ადამიანი რომ გარდაიცვლება, იძულებულია სისხლის სამართლის საქმე აღზრდას შინაგან საქმეთა სამინისტრომ და აქედან ხვდება ის მერე მონაცემთა ბაზაში. თორე უამრავი შემთხვევა, დაშავების შემთხვევები ფაქტიურად არ ხდება. მათი ანგარიშგება არ ხდება და საზოგადოების მიწოდება არ ხდება. შესაბამისად, გარდაცვალების ფაქტებს კი ბატონო აფიქსირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აღზრავს. არა, სასამართლოს ძალით, კი, როგორ არა ხდება დასჯა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს საკითხები განიხილება ისე, როგორც სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ და მათი შესწავლა არ ხდება, რატომ მოხდა, პრევენცია რა უნდა იყოს, შემდგომში რა უნდა მოხდეს. კომპენსაცია სახე. არა, კომპენსაციაზე ლაპარაკი არ არის. ვიღაცა დაიჯება და დამთავრდა. ვიღაცა გარდაიცვალა, ხო? და ვინც იყო და ასე ვთქვათ ბრალეული ამ გარდაცვალებაში, იმას დასჯიან, თორე კომპენსაცია იმ გაჭირვებულის ოჯახმა, თვითონ იმ გაჭირვებულ ადამიანმა უნდა ეძებოს თვითონ ცალკე სასამართლოთი. ეს იქ იმ ფაქტებში არ განიხილება. ამიტომ არის ეს მთელი უბედურება, რომ სისტემა ქვეყანაში არ არსებობს ზოგადად და ყველაფერი ამ პოლიციის ჩარჩოებში ხდება, მაშინ როცა პოლიცია არაა კომპეტენტური ყველა ამ საკითხში და მეორე რომ პრევენცია არ ხდება. გასაგებია. გოჩას უნდა რაღაც დამატება და შემდეგ ვიტყვი პრევენციაზე და ამ რა ხდება, ანუ სახელმწიფო ზოგადად ხელმძღვანელობს პასუხისმგებლობას, მაგრამ დარჩენილი დაგაგულ ოჯახისთვის, შენ სოციალური დახმარებები გაუწიოს. ეს იგივე განახარჯია სახელმწიფოსთან საზოგადოებისთვის და ეს პირველ რიგში გასათვალისწინებელი პრევენციისთვის, იმიტომ რომ თვითონ გარდაცვალებამდე არ უნდა მივიდეს ფაქტი, რომ შრომის ინსპექცია მისვოს ამას. თვითონ ეს ფაქტი არ უნდა დადგეს დღის წესში. გარდაცვალების გარდა 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 700-მდე მუშავის დასახიშებული და თითქმის შრომით უნარო გამხდარი. ამის მთელი პასუხისმგებლობა ამ სახელმწიფოს თავზე აღებული, რომ ამ დასწინააღმდეგოში ხდება თუ არა კომპენსირება, თუნდაც ტრამვის კომპანიის მხრიდან ნაკლებად. თვითონ სახელმწიფოს მხრიდან შენ რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ რაც გულისხმობს 100-დან 50 და თავის კოეფიციენტი ძალიან მცირე რაოდენობის დახმარებას, რაც ოჯახებს რეალურად არ ყოფნის. ამის საზოგადოებას აწევს ეს თვით და არა კონკრეტულ კომპანიას, სადაც მიიღო ეს დაზიანება. მაგალითად მაგალითს მოგივით, მაგალითად რო ვისაუბროთ, 2009 წელს ჭიათურაში მაღაროში დაშავდა ადამიანი, მე მგონი შემიძლია დავასახო მის გვარსახელიც ემზარი ჯიქიძე, რომელსაც კოჭის ქვემოთ ფეხი წაათალა, რა ქვია, ბაგირმა, ტროსმა, ეგრეთ წოდებული ტროსმა, რომელიც დათხელებული იყო იმდენად, რომ მარყუჟი იყო, დამარყუჟებული იყო და ფეხი დადგა, სიბნელე იყო, ის ამ განათება საკმარისი არ იყო, მოძრაობისას მარყუში ფეხი ჩაედგა, მერე ვიღაცამ დაკაჩა ჯალამბარი და
წაათალა ფეხი. ეს ადამიანი სახლში იყო თითქმის წელიწადზე მეტი და ჩვენ გავიგეთ შემთხვევით. მაშინ როცა პროფესიულ კავშირს ვქნით ჭიათურაში 2010 წელი იყო 11 წელი, გავიგეთ და შემთხვევით გავიგეთ რომ ეს ადამიანი ესეთ მდგომარეობაშია. შევთავაზეთ რომ მოდი სასამართლოში და წამოყვა სასამართლოში, მისი შვილი აქ სწავლობდა, დიდხანს იარა ჩვენთან, მოამზადეთ სარჩელი და ზესტაფონში დარეგისტრირებული ჯორჯა მაგანეს და იქ შევიტანეთ სარჩელი. პირველ ინსტანციაში სასამართლო მოვიგეთ, გაასაჩივრა ადმინისტრაციამ და შემდეგ უკვე მორიგება შესთავაზა სასამართლომ და დათანხმდნენ მორიგებას და შესაბამისად დაახლოებით წელიწად ნახევარი გაგრძელდა ეგ სარჩელი და ჩვენ საბოლოო ჯამში მივახციეთ შემდეგს რომ ამ ადამიანს პროტეზი მისცეს 10,000 ლარი კიდე დაეკისრა იმას კომპანიას რომ კიდე დაჭირდებოდა მკურნალობა და ის სახები აინაზღაურებინა და 47 წლის იყო როცა ტრავმა მოუვიდა 65 წლამდე ანუ საპენსიო ასაკის მიღწევამდე საშუალო ხელფას აიღებს ყოველთვიურად და იღებს კიდეც ანუ სანავარ მიაღწევს საპენსიო ასაკს დაახლოებით 450-470 ლარია ხელფასი ყოველთვიურად ანუ ჩვენ დავითვალეთ დაახლოებით 100,000 ლარს ლარამდე მიდიოდა ეს ამბავი ეხლა ნახეთ მე რა მინდა გითხრათ ჩვენ რომ არ ჩავრეულიყავით ჩვენ რომ ჩვენი რესურსი არ გამოგვიყო იურისტი არ გამოგვიყო ჩვენი შრომის ტექნიკური ინსპექტორი არ მიგვიყო ჩვენ ეს არ დაგვითვლია მაგრამ ეს ძალიან დიდი ხარჯი ამას ოჯახი ვერ გასწევდა და კიდეც ხე იყო მიგდებული ისე ბოდიში ამ გამოთქმაზე მედის ანაბარა და სანამ ჩვენ ამხელა ორგანიზაცია ვართ ხო და ამდენი რესურსი ჩავდებით და ამას წელიწად ნახევარი დაგვჭირდა კიდე წარმოვიდგინეთ რამდენი ასეთი ემზარჯიქიძე არის საქართველოში და რამდენი დაჭირდება ოჯახი ხო შანსი არ არის ამას გაუძლოს მეორე შემთხვევა იგივე იმავე საწარმოში დარკვეთის მაღაროზე ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცი კუპატაძე გარდაიცვალა ელექტრომონტიორი 40 წლის არ იყო თუ არ ვცდები და 3 შვილი დარჩა ისევ და ისევ დავიწყეთ მოძრაობა რომ შეგვეყანა სარჩელი ოჯახს მიუგზავნეს ხალხი აი ჩვენ დასაფლავების ფულს მოგცემთ აგრადის ფულს მოგცემთ რაღაცა და ქალბატონი დარჩა მარტო 3 შვილი 3-ე მოსწავლე სკოლაში აი რა უნდა გააკეთოს დარკვეთის მაღაროში ერთადერთი სამუშაო თუ რამეა ჭიათურაში არის ეს მაღარო ხო და ისიც რო დავიწყეთ ჩვენ მოძრაობა ეს ადამიანი რო დაერწმუნებინა თუ სარჩელი არ შეეტანაც პოლიციაში ეს არის 2012 წლები პოლიციაში დააღწრეს საქმე თითქოს ეს ადამიანი თრალი იყო და რაღაცა პრომილებზე დაიწყეს ლაპარაკი და ჩვენ ამ ყურავდე მოვიდა რომ რაღაცა პრომილები გაუზარდესო თითქოს ეს ადამიანი თრალი იყო იმ დროს რა და მე მოვითხოვეთ ჩვენ მოვიდა საჩხერის სასამართლოსგან საჩხერეში იყო რატომღაც ეს საქმე გავიზებლისგან რომ აბა რა ხდება რა პრომილებზე ლაპარაკობთ ვინ იყო ნასვამი აბა ერთი გვანახეთ და ისე გააქრეს მე არა ბოდიშო სადა ვინ თქვა უკაცო არ ყოფილა ეგეთი რამე და მე ნება იბოძეს და სასამართლოში რომ მოვიდნენ მორიგებაზე წამოვიდნენ და ბოლო რა მოხდა ოჯახმა აღარ გააგრძელა დავა ოჯახს შესთავაზეს ქალბატონს შესთავაზეს დასაქმება შვილებს დაუნიშნეს თითოს 100 ლარი კომპანიამ სანამ სრულწლოვანებას არ მიაღწევენ შვილები და პლუს სახელმწიფო დაუნიშნა ის დაზღვევებული კომპენსაცია 100 ლარი თუ მაშინ 100 ლარი ხო ეს არის და ეს ეხლა ნახეთ უყურეთ აი რა მდგომარეობაში ვართ თუ ვინმე არ მიეხმარა სახელმწიფო სტრუქტურა თუ არ იქნა ვისაც მიაკითხავს ოჯახი დიახ სადაც ადამიანებს შეეძლებათ მივიდნენ მოყვნენ თავიანთი გაჭირვების შესახებ და ასე შემდეგ ხო არ გამოვა პროფკავშირმა რა უნდა გააკეთო პროფკავშირმა კი 900 პროფკავშირი რო იყოს და მთელი არასამთავრობო სექტორი შევიკრიბოთ ჩვენ ამას ვერ ავწევთ ამ თემას გამორიცხულია ამას სამეცნიერო მხარდაჭერა კიდევ თვითონ მოსახლეობას ან ვინც დასაქმებულია მათ თუ აქვთ ინფორმაცია თავიანთი უფლებების შესახებ აი გოჩა მახსენა რომ მათ იციან მაგრამ მაინც აკეთებენ ამ საქმეს იმის გამო რომ არ უყვეთ დიახ სპეცია არ იქნება მე-21 საუკუნეში რომ სპეცია შეიქმნა ჯერჯერობით მე-19 საუკუნეში სადაც ინდუსტრიული განვითარება დაიწყო ანუ შრომის სპეცია გულისხმობს იმას რომ დასაქმებულის ნების მიუხედავად და დამსაქმებელის ნების მიუხედავად ის მონიტორინგს უკეთებს კონკრეტულ საქმიანობას აქ გამოვიცხავთ იმას შესაძლებელია დასაქმებულმა თქვა რომ მაწყობს მაგალითად 200 ლარად მიმუშაო 12 საათის განმავლობაში ყოველდღიურად მაგრამ შრომის სპეცია არის იმისთვის რომ ეს დაანახოსო რეგულაცია კანონში მოიყვანოს ანუ ის რომ არასრულებინოს ის რომ შრომის კოდექსი რაც შრომის კოდექსით არის მიღებული დასული იქნას თუნდაც დამსაქმებლის და თუ დასაქმებული თანახმა ეს თავის იმაში არ შეიცავ მისი ნება და მისი ასფიზიოლოგია აიძულოს დამსაქმებელი რომ დაიცვას ის ნორმები გასაგებია საქმე მაგალითად გვაქვს სამუშაო ზალი აქვს ალბათ ბიზნესი განვითარებული იმ კუთხით და არის ბევრი საწარმო და შესაძლებელია ისა სამუშაო ზონა დათანხმდეს ნებისმიერ ხელფასზე როგორც ჩინეთში ხდება როგორც თქვა სხვადასხვა ქვეყნებში და სამუშაო ზონა მაგრამ ეს იმას რომ ნიშნავს რომ შრომის ინსპექცია ამას დათანხმს პირიქით ანუ თუ ჩვენ გვინდა დასავლურად ღირებულები განვითარება და ასე შემდეგ
ხო? ანუ ეს ნორმების დაცვა არის ერთ-ერთი აუცილებელი. გასაგები ალბათ ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთოდ მედიას. მე სანამ შემოვიდე გადაცემას დავიწყებდით, მანამდე სიუჟეტი გადიოდა იმ შესახებ, რომ შეიქმნა ეს მონიტორინგის ჯგუფი და რაც შეუწყობდა ხელს. ხშირად ხდება გაშუქებები შემთხვევაში, თუ სადმე გაიფიცნენ მუშები, როდესაც რამე კანონში შედის ცვლილება, მაგრამ მედიის ყურადღების გარეთ რჩება ის ფაქტები, თუ თვითონ რა მდგომარეობაში საწარმოში როგორ ახერხებენ ისინი იმას, რომ საერთოდ მართლა რომ ესეთ პირობებში თავის ჯანმრთელობის პასად მუშაობენ იმსაც, რომ ლუკმაპური ისევ მე მახსენდება ზესტაფონში ესეთი ფაქტი, რომ სასმელი წყარიც კი დაბინძურებული მოდიოდა და ამის გამო ხშირად გამოთქვამენ პროტესტს და მედიაც კი არ აშუქებდა. რას ფიქრობთ, გოჩა, თქვენ დაგისმოდით როგორც სტუდენტურ მოძრაობას, მედიას რამდენად დიდი როლი ენიჭება და რას აკეთებს დღესდღეობით ქართული მედია ამ მხრივ და ვინმე მუშაობს თუ არა ამ საკითხებზე? ცოტა ან გულისკიმისაც გამოთქმა არ ამკუთხედა წავსულიყა, მაგრამ თუნდაც სოციალური პასუხისმგებლობა, რაც ეკისრება კონკრეტულ კომპანიას გარემოსასის კუთხით და თქვათ მშრომელთა გაფიცების შემთხვევაში და რაც მედიას ეკისრება, რომ გააშუქოს მაქსიმუმ. თქვათ ის თქვით, რომ თუ საწარმოებს არ აქვს შიგა გარემო მოწესრიგებული, გარემოს ნაკლებად გაუხილდება და სოციალური პასუხისმგებლობა თავის მოიცავს გარემოს ზემოქმედებას და ასე შემდეგ, ყველა ნორმის დაცვას და გაფრთხილებას თქვა. რაც შეეხება მედიას, ჩვენ რკინიგზე და გაფრთხილის შემთხვევაში ძალიან კარგად ხედავთ, როგორ აშუქებენ ყველა მოვლენას. პირველ რიგში ის, რომ საწარმოთა უმრავლესობა ალბათ ის უნდა ითქვას, რომ საწარმოთა უმრავლესობა არის დამფინანსებელი მასმედიის, თავს არიდებენ გამახვილ ყურადღება არსებულ პრობლემებს. სწორედ ეს არის უმთავრესი პრობლემა მასმედიის მუშაობაში, რაც ხელს უშლის დამოუკიდებლობაში. მე გულისხმობ სწორედ იმას, რომ კონცენტრირება არ ხდება მუშათა პრობლემებზე. რეალურად, მაგალითად, რკინიგზის შემთხვევაში, რომელიც არის ყველაზე მაღალჩემოსავლიანი საწარმო საქართველოში. სახელმწიფო საკუთრება. რეალურად არის ყველაზე საფრთხე საზოგადოებრივი განვითარების ის რომ გაჩერდეს, რეალურად ეკონომიკა აღარ იბრძოლება. აბა შეასწრეს თუ რა რკინიგზის შემთხვევაში? რკინიგზის შემთხვევაში ის რასაც ცხელი მოაწერეს არ შეუსრულებიათ. გარდა ამისა, 2013 წელს აიღეს ვალდებული რომის დაარბის შესაბამისად 2014 წელს რკინიგზთა ახალი პროკავშირის ორგანიზებით შეჭერდა მუშაობები და რეალურად არც აღიარებდა რკინიგზა. ბევრ შემთხვევაში იყო შემთხვევები, აღარ დავასახელებ ტელევიზიებს, რომ უარი გითხრეს ამ თემის ფართოდ გაშუქებას. ჩვენ ვთხოვეთ, რომ ცით რა წავიდეთ თქვა თბილისის დეპოში, წავიდეთ ბათუმში, ხაშურში რა ძალადობა ხდება რკინიგზა და გავაშუქოთ, მაგრამ ეს არის მასმედიის პრობლემაც. პლუს ამას არ მიმდინარეობს ჟურნალისტური გამოძიებები, რომელიც უნდა ჩატარდეს თავისუფლად. შრომის ინსპექციის შექმნა არ გულისხმობს პრობლემების გადაჭრას. ანუ აქ უნდა იმუშაოს როგორც პროკავშირება, ასევე მასმედია, ანუ ჟურნალისტური გამოძიება აუცილებელია. მაგალითად, ერთ-ერთი იყო ნეტგაზეთი თუ არ ვცდები, რომელმაც გადაიღო ქუთაისის ტექსტილში საწარმოო პროცესის დროს მიმდინარე სამუშაოები. ჩვენ გვახსოვს კიდე კაზეთის შემთხვევა, სადაც გაშუქება ნული იყო ეს შემთხვევაში 100,000-ობით მუშა გამოდიოდა და იფიცებოდა შარშან მე როგორც ეს კაზრეთზე მინდა თქვა ბოდიში გოჩარი ჩაგეჭრები რა კარგია რომ გაგახსენდათ. ეხლა მიმდინარეობს ართული პროცესები კაზრეთში რა და მინდა რომ საზოგადოება მიცოდეს. ამას ალბათ უკვე იმ კვირიდან მიეცემა, კიდე ერთი მცდელობა გვექნება ამ კვირაში ჩვენ რო დირექტორთან დირექციას შევხვდით და დავარეგული რომ თუ არა და იმ კვირიდან უკვე მიეცემა უკვე სერიოზული მსვლელობა ჩვენი მხრიდან. საპროტესტო ანუ გულისხმობ რას კაზრეთში მოგეხსენებათ შარშან 39 დღიანი გაფიცვა და აპრილის 12-ში თუ არ ვცდები და ხელი მოეწერა ადმინისტრაციასა და საკავშირო კომიტეტს შორის შეთანხმებას. იქიდან თუ არ ვცდები 7-8 პუნქტი იყო და 2 პუნქტი შესრულდა მხოლოდ ჯერჯერობით და უკვე რამდენი ხანია გრძელდება და ამ ყველაფერს ასე ვთქვათ ამოხრუჭებენ და ამოხრუჭებენ. და რამდენიმე ადამიანი გაათავისუფლეს კიდევაც გაფიცვის გამო როგორ გაათავისუფლეს, მაგრამ დაახლოებით 25 მაინც აღვადგენილეთ ჩვენ სარეზერვო სია შევთანხმდით, რომ სარეზერვო სია იქნებოდა და ნელ-ნელა კომპანიის ასე სიმძლავრეების მომატებასთან ერთად დააბრუნებდნენ. ხავდე დაახლოებით 25 ადამიანი დაბრუნებულია, მაგრამ ეგ არ არის კიდე მთავარ, რა თქმა უნდა, ის 55-იც მნიშვნელოვანია ძალიან, მაგრამ იქ იყო საუბარი ხელფასების გათანაბრებაზე ორ კომპანიაში, RMG Gold, RMG Coopers შორის. მერე 7 კომპანიაში ხელფასების გათანაბრება ერთ-ერთ პოზიციაზე. მერე კოლექტიური მოლაპარაკებების დაწყება სექტემბრის თვეში უნდა დაწყებულიყო და ხელფასების მატებაზე 15 წლიდან. აი ესენი არაფერი არ შესრულებოდა იმის გამო, რომ პროფკავშირი მოითხოვდა მუდმივად და ეხლაც მოითხოვს
მიზეზებს რატო არ სრულდება შეთანხმება, რა გააკეთეს, ის კი არა რომ შეთანხმების შესრულება დაეწყოთ, დაიწყეს პროფკავშირის დანგრევა. სათითაო ჭუკებები დაძლებენ ხალხს ბოდიში ამ გამოთქმაზე, გამზადებული განცხადებებით ადმინისტრაციის წარმომადგენლები აწევინებენ საწარმოს კუთხეში, უბანში ჩადიან, სახლებში აკითხავენ რომ მოაწერეთ ხელი პროფკავშირიდან გამოსვლაზეო. და ჩვენ გაგიკეთებთ ყველაფერსო, კაცო, ის შეთანხმება არ გვინდაო. ისე მოიგوارებთ ყველაფერსო. და ხალხს აშინებენ, ბევრმა არ მოუწერა ხელი. და ხალხს აშინებენ რომ სამსახურიდან დაგითხოვოთ, ვერ დაწინაურდებით, პერსპექტივა აღიქნებათ. აი ეს არის პასუხი. ის კი არა რომ მოდი მოვილაპარაკოთ, ის კი არა რომ ავიღეთ დიახ ვალდებულება და კი შევასრულე შეიძლება დაგვიგვიან და არა კარები გამოხურეს და წავიდა ზეწოლა. გასაგებია, ამ შემთხვევაში ჩდება ლოგიკური კითხვა, არიან თუ არა და რამდენად არიან ექსპერტები, რომლებიც გამოიკვლევენ ისეთ კომპანიის ბრალდებულობის საკითხებს მსგავს შემთხვევებში. ისევ და ისევ მივდივართ იქ რომ ჩვენ პრობლემებთან მუშა დასაქმებული პროფკავშირი რჩება თვითონ და სახელმწიფო სტრუქტურა არა ვისთანაც ამას განიხილავ პრობლემებზე ილაპარაკებ შეშივლებ და მოთხოვ პასუხს არ არის ასეთი სტრუქტურა არ არის ხოლო შრომის ინსპექციაზე არაა ლაპარაკი საუბარია იგივე თუნდაც შრომის და ჯანმრთელობის სამინისტროში შრომის და დასაქმების დეპარტამენტზე რომელიც ერთი ბეწო დეპარტამენტია სულ რაღაც 7 რო აკაც იყავთ და არა აქვს არანაირი შესაძლებლობა არც უნარი არც ადამიანური რესურსი არ ყოფნით რომ დეპარტამენტობის ფუნქცია შეასრულოთ არავინ დედამიწის ზურგზე სამხედრო კომისია სოციალური პარტნიორობის შექმნილი და ერთადერთხელ შეიკრიბა შარშან 1 მაისს და მას შემდეგ არაფერი ჩამიჩუმი არ ისმის ხო ეს არის პრობლემა რომ ინსტიტუტები არ არსებობს შრომითი ურთიერთობის სფეროში კანონმდებლობა არ არსებობს და ეს დადგენილება რაც ახლა შემოგთავაზეს ეს არის ნაცრის შეყრა თვალებში საზოგადოებისთვის რაც ქვია რაღაცა მონიტორინგის ორგანო რომელიც ერთი წელი იმუშავებს და 1 მილიონი დაიხარჯება ამაზე 1 მილიონი ლარი დაიხარჯება და ეს ნებაყოფლობით ვიღაც კომპანიებმა უნდა თქვა რომ მოდი მოგზაი ბატონო შემამოწმეთ ნახე და ვინ იქნება ეს კომპანია ვის ატყუებენ და ვის კიდევ ყურებზე ხავს და მეორე თან ამ კომპანიამ ამ მონიტორინგის ჯგუფმა უნდა შეამოწმოს მხოლოდ შრომითი პირობები შრომის უფლებები კი არა აი რაც გამოჩამ თქვა სანქციებიც არ არსებობს რა სანქციები რას ლაპარაკობს შენი ჭირვება შეგენაცვალეზე მეტი არ უნდა უთხრა სიტყვა თორე და დაჟიან იმ ხალხს იმ მონიტორებს მაშინ რამდენად იქნება ეფექტური და რას შეიძლება კიდე მეტი 5 დღით ადრე უნდა შეატყობინო კიდე რომ შესამოსულად მოვდივართო და ეს კარგად არის შეიქმნა ეს არაფერი თვალებში ნაცვლის შექმნისთვის ევროკავშირისთვის და საერთაშორისო საზოგადოების შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის და დღეს ჩვენ ვთქვით რომ ინფორმაცია მოიპოვოთ უბრალოდ რომ ვითომ რომ აი ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ და შრომის ინსპექციას ვქმნით და დღეს ჩვენ შემოგთავაზეს გუშინ დღეს რომ რაც სამუშაო საინტერესო ჯგუფი იქნება რომ მართოს ეს პროცესი მონიტორინგის და ეს პროგრამა ჩვენ ვთქვით არა ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ დაგვირეკეს რამდენჯერმე იყო თქვა ჩვენ ვთქვით არა ჩვენ გარეშე გასაგებია რაც შეეხება შრომით ინსპექციას რომელიც გაუქმდა 2006 წელს როგორც ვიცით დიახ ვარდების რევოლუციის შემდგომ ხელისუფლებამ გააუქმა ისიც ატარებდა სიმბოლურ ხასიათს ასე ამბობენ ხშირად ექსპერტები თუმცა რაღაც დოზით ისინი მაინც ასრულებდნენ თავის საქმეს თქვენ როგორ შეაფასებთ და არის თუ არა მართლა წინაპირობა შრომითი ინსპექციის შექმნის რაც დღეს ხდება საქართველოში მონიტორინგის საფრთხეში ანუ პირველ რიგში გავარცეთ RNG Goals და RNG Cooperation შემთხვევაში ანუ იქ შრომითი თავები არის რეალურად და იქნება თუ გამწვალდება კიდე სახელმწიფო არ შეერევა და არ დარეგულირებს ურთიერთობას კონკრეტულმა კერძო საწარმოებმა თქვეს რომ ჩვენ ამ სოციალურ პასუხისმგებლობას თუნდაც გარემოს დაბეჭდვა ვერ ავიღებთ თავს და ამ წაგებაში წავთ ვერ ავიღებთ იმ ხელფასების გაცემას რაც თქვა სტანდარტიზებული არის საერთაშორისო სტანდარტებით და რა მოთხოვნებიც აქვს მუშებს იქ დასაქმებულ მუშებს ამას ვერ გავაკეთებთ თუ ვერ შეასრულებს ხო სახელმწიფო აფლება რომ შეუწყოს ლიცენზია რეალურად რა მოხდა სასამართლოში იყო სადრის კულტურული მემკვიდრეობის ზეგლის საქმე სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე RNG Goals-მა ააფეთქა კულტურული მემკვიდრეობის ზეგლი ანუ ეს ნიშნავს კანონის უგულებელყოფას ანუ როდესაც კომპანია ასეთ უპასუხებლად იქცევა არსებობს კითხვა რომელიც კითხვას მიგვიყვას ისევ სახელმწიფოსთან ანუ ლობირებენ თუ არა ამ კომპანიას სახელმწიფოს ანუ კეთილი ნების გარეშე ის კომპანია მსგავს ქმედებას ვერ განახორციელებდა მაშინ როდესაც მთელი სამოქალაქო საზოგადოება იყო ამის წინააღმდეგ ისევ მივდივართ ლობისტებთან რა თქმა უნდა კონკრეტულ შემთხვევაში ამ ბიზნეს სექტორს ყავს ლობისტები ჩვეულებრივ სახელებიც არის მობილი გვარები საკუთარ დავასახებენ ყველა მიცის კარგად რა დონეზე ხდება ლობიზმი პარლამენტში და მთავრობაში გასაგებია რაც შეეხება შრომის ინსპექციას ანუ კითხვაში შეიძლება კითხვა გამიმეოროთ ანუ შრომითი ინსპექცია არსებობდა საქართველოში რომელიც გაუქმდა დღეს კიდევ შექმნეს მონიტორინგის ჯგუფი რაზეც ვისაუბრეთ ჩვენ უკვე არის თუ არა ეს წინაპირობა რომ იქნება შრომითი ინსპექცია რომელიც იქნება ეფექტური ამ საქმიანობის მხრივ
პირველში ყველაზე მარტივი რამ, ანუ აქსიომა არსებობს მოცემულობა ევალება ორგანოს, მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება კანონის დარღვევაზე გააკეთოს რეაგირება. დიახ. თუ რაიმე სახის კანონის დარღვევა მოხდება, მთელი საზოგადოების სამოქალაქო სექტორის ყურადღების კონცენტრირება ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროზე. თუ რატო არ ახორციელებს ქმედით ნაბიჯებს. ანუ შესაბამისად შრომის ინსპექცია თუ იქნება დღეს ვიტყვი იმას, რომ სამოქალაქო სექტორი ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ ტენდენცია არის, რომ უკვე ფეხს იგამს, შეიკვირებს თავის თავს, მთელი ყურადღება იქნება შრომის ინსპექციის მიმართული. მაგალითად, გასულ წლების წინ იყო ძალიან ძიმე მდგომარეობა. მასმედია არ იყო თავისუფალი, იყო კორუფცია და ასე შემდეგ. შრომის ინსპექციაც იყო უმოქმედო. მაგრამ დღეს გვაქვს სხვა მოცემულობა, ხო? არსებობს ნუ მოძრაობები, რომ ერთ-ერთი მათგანი ჩვენს მოძრაობა მწვანე მუშტი, არსებობს სხვა დამოუკიდებელი მოძრაობები, არსებობს პროფკავშირები, არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მასმედია და ასე შემდეგ. ან მთელი ყურადღება იქნება კონცენტრირებული შრომის ინსპექციის მიმართ, ვიცით რა, აქ ეს ადამიანი დაშავდა. დაშავდა ვიღაც ადამიანი და ეუბნებიც რა, რატო არ მოქმედებს შრომის ინსპექცია? ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო ფუნქციონალურად უფრო დატვირთული იქნება. ანუ პასუხისმგებლობაც იმას დაეკისრება, რომ ეს მოსთხოვ პასუხს. არა მხოლოდ დაშავდა, ზეგანაკეთვრა დამუშავეს, არ გადაუხადეს, შვებულება არ მისცეს ანაზღაურებადი, პროფკავშირის შექმნა მოისურვა და დასაჯეს ამის გამო ან დისციპლინურად ან დააქვეითეს ან გააგდეს სამსა. ეს ყველაფერი შრომის ინსპექციის ქვემდებარე საკითხებია და ჩვენ გვთავაზობენ მთავრობა გვასაღებს, შემოგვასაღაც, ცდილობს უბრალოდ შემოგვასაღოს, შემდეგი რამე. შრომის ინსპექცია არ იქნება, სახელი ვერ ექნება, ხა ინსპექციას ვერ შექმნით ჩვენ, იმიტომ რომ ბიზნესი შეშინდება. მეორე, შრომის ინსპექციას მსგავსი თუ რამე შეიქმნება, სანქციების უფლება არ ექნება, დაჟის უფლება არ ექნება. მესამე, მხოლოდ შრომის უსაფრთხოების პირობებს შეამოწმებს და მეოთხე შრომით უფლებებს არ შეამოწმებს. მაშინ რას გააკეთებს ინფორმაცია შეაკეთებს? ვითომ მოგვატყუეს, მაგრამ ეხლა აღარაა ეხლა ის საზოგადოება, რომელსაც ასე ადგილად მოატყუეს. ამას დავამატებ, ანუ სახელმწიფოს უნდა ჩვეულებრივ აჩვენოს ევროკავშირი ზოგადად დასავლურ სამყაროს, რომ მე მაქვს შრომის ინსპექცია, ჩემთან ადამიანის უფლებები და შრომითი უფლებები არის უზრუნველყოფილი და უგულებყოფილი არა. დიახ. და ჩვენ გვინდა რაღაც ნაბიჯი გადავიდა დასავლეთის, მაგრამ მეორე შემთხვევა რა არის? ეს არის ილუზია იმის, რომ რაღაც კეთდება. რეალურად რა მიდის, რაც ბატონო გოჩამ ახსენა პროფკავშირის წარმომადგენელმა, მიდის ის, რომ ხდება ამ საქმიანობის გამართლება. ანუ რასაც წინა ხელისუფლება ასაც აკრიტიკებდა ძირითადად რომ იყო მაგალითად კახა ბენტუბიცის თერიანი კურსი იყო ნეოლიბერალური პოლიტიკა. ვიდან არის ამ კურსს ეკონომიკის სამინისტროში არიან ზუსტად ის ხალხი, ვინც ბენტუბიცის ერთად მუშაობდა აქედან. სფეროში ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს ზოგადად ხალხის საშუალო შემოსავლის ზრდას. შეიძლება ეკონომიკური ზრდა იყოს, მაგრამ იყოს ჯინისური არსებობს ასეთი შეფასების. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იყოს სიღარიბეში და უმცირესი იყოს სიმდიდრეში. იცით რა, მე ვფიქრობ განვითარება არის საშუალო შემოსავლის ზრდა ერთო მოსახლეობის, რომ ეს არა ზოგადი გადანაწილებით. ანუ მე ჯინისურს თუ კოეფიციენტის გაკეთება იქნება თუ ყოველ მოსახლეს ხელფასი მოემატება არა ინფლაციის ხარჯი, არა სხვადასხვა ეკონომიკური დაცემის ხარჯი, არამედ რეალური ღირებულების ზრდაზე, ეს იქნება მისაღები და რეალურად ეს თავაზობს ამ მიდგომას, რომ იცით რა შეიძლება რაღაცები გავაკეთოთ, შრომის ინსპექცია ზოგადად ვიზუალურად იქნება, ილუზიურად იქნება, ის რაღაცას იტყვის, მაგრამ ის რეკომენდაციის სახით და ვალდებულება არ აქვს აღებული, რომ შეამოწმებს, ისიც ნებაყოფლობითია. კომპანიის სურვილისამებრ, რამ ერთი ის სახელმწიფო ხარჯს გასცემს, რომ თავის კონკრეტულმა კომპანიამ პიარი გაეკეთოს, თუ როგორი კარგი ისა შრომითი პირობები აქვს. ეს არის სულად სამარცხვინო. გასაგებია. მე მინდა დავამატო იმას ჯინის ინდექსსაც და ზოგადად ეკონომიკურ განვითარებასაც მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ არის რაღაც გარკვეული ფორმულები მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა არ არის და ასე შემდეგ, მაინც არის რაღაც ფორმულები ჩვენაირი გაჭირვებული ქვეყნების მდგომარეობის შესაფასებლად და 2011 წელს ევროკავშირის მიერ მოწვეულმა ორმა ექსპერტმა ლიტვიდან და პოლონეთიდან შრომის უსაფრთხოების სფეროში ექსპერტებმა გარკვეული გათვლები გააკეთეს და დაასკვნეს, რომ საქართველოს აქ არსებული ცუდი შრომითი პირობების გამო ყოველწლიურად კარგავს მთლიანი შიდა პროდუქტის 3.2-დან 3.5%-მდე. წარმოგიდგენიათ, ხო, როდესაც 4.5% GDP-ის ზრდისა, მთლიან მშპ-ის ზრდისა არის აოცნებო და ამაზე არის ხოლმე ოპოზიცია შორის დაპირა არა იცი და 4.5 არა 4.7-ია, 3.2-3.15%-ს კარგავთ იმის გამო, რომ ცუდი შრომის პირობები საქართველოში. ანუ რა იგულისხმება?
ადამიანები გარდაიცვალნენ, მათზე კომპენსაციებია გასაცემი, ან სახელმწიფო უნდა გასცეს, ან კომპანიამ უნდა გასცეს. უბედური შემთხვევების შედეგად, საწარმო უბედური შემთხვევებში ზიანდება აპარატურა, დაზგადანადგარები, მოწყობილობები, ამაში კაპიტალდაბადებები ხელახლა გასაკეთებელი. სამუშაო საათები, ანუ სამუშაო დღეები გაცდენილი, კაცდღე, კაცსაათი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი გადაანგარიშებული უკან წევს ეკონომიკას 3.5% წელიწადში. და კაცი პატრონი არ არის, წარმოგიდგენიათ ჩვენ რომ აქედან 2.5% მაინც აგვეთვისებინა, ზრდა გასულ წელს 4.7 კი არ იქნებოდა, 6.2 იქნებოდა. ხო? ეს ფორმულაც ხომ ეკონომიკური კუთხიდან მოტანილი ფორმულაა და ხომ უნდა ეხმარებოდეს ჩვენ ლოგიკას და ზოგადად ლოგიკას, მაგრამ მთავრობას ეს ლოგიკა არ აინტერესებს, იმიტომ რომ ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის გარდა ვინმე თუ არის მოადგილეები, გადახედეთ ზუსტად ის ხალხია, ვიზეთ წევან გოჩა საუბრობდა, რომლებმაც გააუქმეს შრომის ინსპექცია და დღემდე ეს ხალხი ლობირებს. ანუ არაპროფესიონალისთან გვაქვს საქმე თუნდაც არაპროფესიონალთან კი არა. იდეოლოგიურად აკვიატებულ ტიპებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც აქვს ლიბერტარიანული ჩიკაგოს სკოლა გავლილი და იმისი, რა ქვია, ჰაიეკის და რა ქვია, მილტონ ფრიდმანის იდეებს ქადაგებენ. როგორც ბენდუქიძე, ჩვეულებრივი ამბავია, სოციალ-დემოკრატია კი არა, არანაირი ახლოსაც გახახუნებაშიც კი არ არის, რაც ხდება საქართველოს სოციალ-დემოკრატიას. ეს არის იარაღი, ანუ შეფუთული იარაღი, ნეოლიბერალურ პოლიტიკასა და ეს არის შეფუთული იარაღი, რომელიც არის მასტური საზოგადოების, მაგალითად ის რომ ერთი ქვეყანა უწევს მეორე ქვეყანას ექსპლუატაციას, თქვათ ჩვენს ხარჯზე შემოდის თურქული კაპიტალი, მაგრამ რეალურად მხოლოდ მიაქვს სამუშაო ზალა, სამუშაო ზალის ნაწილი, ან ფიკავს ადამიანს და მიაქვს ანუ ის ღირებულება, რასაც ქმნის კონკრეტული მუშა. ანუ ეს არის იარაღი, თუნდაც იმ კომპანიებს არ არა მხოლოდ იდეოლოგიურ შეშლილობას ადგილი, მას აქვს ბიზნესი. და აწყობს რომ ისაუბროს ის რა არის ნეოლიბერალური პოლიტიკა სახელმწიფოს მოდას მოგებს, რეალურად ეს ასე არ ხდება. ანუ ეს უბრალოდ არის იარაღი, ფარი გასაგებია. ბატონო გოჩა, ჩვენ გაგვაჩნია საქართველოს შრომის კოდექსი და საინტერესოა დასაქმებულთა უფლებებს ეფექტურად დაცვის შესაძლებლობას იძლევა თუ არა ის თეორიულადაც ესე ვთქვა, თუ პრაქტიკულად ეს არის. მინიმალურ დონეზე თეორიულად ის იძლევა. კი, რაც მართალია, უნდა ვთქვა, ჩვენ 2013 წელს 12 ივნისს პარლამენტმა მიიღო მესამე მოსმენი ცვლილებები და არც თუ ცუდი ცვლილებები. გააჩნია ჩვენ საიდან ავითვლით, ხო? ჩვენ ვიყავით 0-ს ქვემოთ და 0-ს ზემოთ ცოტა თავი ამოვყავით. ეს არ არის სატრაბახო ნამდვილად არ არის თავრობისთვის პირიქით. ის იყო მინიმუმი და მე იყო საუბარი რომ მეორე და მესამე ეტაპი მოყვებოდა რეფორმისა, შრომითი რეფორმისა ამ თემას, მაგრამ მეორე და მესამე ეტაპი კი არა, რაც მივიღეთ, იმის განხორციელებას ვერ ვახდენთ ერთი. და დანარჩენი ეტაპები ქალთა შრომით უფლებებთან დაკავშირებით და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ანუ მეორე და მესამე ეტაპი საერთოდ გაჩერებულია. და ეხლა უბრალოდ ქალთა შრომით უფლებებისა დაივიწყეს და აღარავინ არ ფიქრობს, ერთადერთი თეატრულუკიანი ფიქრობს, მაგრამ ორჯერ დაიწყო და ორივეჯერ გააჩუმეს ამ ბოლო პერიოდში. დაჟე კანონპროექტიც კი იყო შემუშავებული ქალთა შრომით უფლებებთან დაკავშირებით 1 წელიწად და 3 თვის წინ, მაგრამ გააჩერებინეს, მე ერთხელ თქვა რომ განახლებას ვაპირებოდა ეკონომიკის სამინისტრომ, კაცრად მიუთითა მისი ადგილი და დამთავრდა და შრომის უსაფრთხოებაზე კიდე, ნუ აი ხა რაც ხდება ეს ვაკხანალია, სამარცხვინო, არაკომპეტენტურობა არაფერ შუაში არ არის, ეს არიან იდეოლოგიად აკვიატებული ადამიანები და ამიტომ მე ვამბობ, დიახ, არსებული შრომის კოდექსი პრინციპში მინიმალურ დონეზე იძლევა საშუალებას თეორიულად, მაგრამ თუ მას განხორციელების მექანიზმი შრომის ინსპექციის სახით არ ახლავს, წყაპი კი ამის ფასი. გასაგებია, ხო არ ფიქრობთ, რომ კორუფციული ინტერესები არსებობს ამ სფეროში ამ მე არ შემიძლია ვინმეს კორუფციულ ინტერესებზე ვილაპარაკო, მე ერთი ვიცი რომ იდეოლოგიურად ნამდვილად არის ხალხი შეწუხებული, მაგრამ კორუფცია ხა ვინ ფულს იღებს ამაში თუ არ იღებს, აი მაგაზე ნამდვილად ვერაფერს, მაგრამ კომპანიებს ინტერესი აქვს, რა თქმა უნდა, თავისი, რაც გოჩამ თქვა, კომპანიები არ ახორციელებენ, მაგრამ მთავრობა სად არის? ჩვენ მთავრობის პასუხისმგებლობა, ჩვენ ვიცით რომ საბოლოო ჯამში რომ სახელმწიფო ნება თუ არ იქნება, ამ შემთხვევაში ალბათ არ იქნებოდა ეს სიტუაცია. ხო, კაპიტალთან მაინც მოგვიწევს ბრძოლა, შრომა და კაპიტალს შორის ბრძოლა დაუსრულებელი ამბავია. მაგრამ სახელმწიფომ ნეიტრალური არბიტრის როლი მაინც ხომ უნდა შეასრულოს და სადაა ეს არბიტრი? არბიტრი არა, ის მეორე მხარეს დგას კომპანიებთან ერთად. მოდი გოჩას ვთქვით და შემდეგ სარეკლამო პაუზაზე გავიდეთ. რაც თქვა არის საწარმოების შემთხვევა, როდესაც მთავრობის წარმომადგენლებს აქვს რეალური ბიზნესი, ის თავის კონტროლს არ შეიქმნის ისევ, ანუ თავს არ აიტყივებს ერთი სიტყვით. ახლა კორუფციას, ეს იგივე კორუფცია, მაგრამ გამართლებული, თქვა მათ ხით, იმიტომ რომ ისინი ამოჩენენ რაღაცა შეფუთული კორუფცია. კორუფცია კი ამას მაღალ დონეზე, ელიტურ დონეზე კორუფცია, ძალიან ამ შეფუთული და ფულს არიჟევენ, მერიხით არ უნდა მოგება დაკარგონ თავიანთი ბიზნესებიდან. ჩვენ ბევრი კომპანია აქვს ოფშორ ზონებში დარეგისტრირებული კონკრეტულ
თვეში ან კონკრეტულ წელს დაარსებული კომპანია, რომელიც კონკრეტულ საქმიანობაზე არის ორიენტირებული და ასე შემდეგ. წინა ხელისუფლებებზე დროს მქონდა ეს მაგალითები, ამ ხელისუფლების დროსაც გვაქვს ესეთი შემთხვევაშიც. მოდი ეს შემდეგ ბლოკში გავაგრძელოთ, ეხლა კი სარგლომო პაუზაზე გავიდეთ. ჩვენ ისევ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ ჩვენი სტუმრები გახლავთ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია და ბატონი გოჩა სურგულაძე მწვანე მუშტის წარმომადგენელი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ ხართ ჩვენთან ერთად და საუბრობთ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე. ჰესებზე საუბრობდა გოჩა და შევაწყვეტინეთ, მოდი გავაგრძელებინოთ თემა და შემდეგ გადავიდეთ სხვა კითხვებზე. ანუ პირველ რიგში გავაგრძელებ ისე თემას, ანუ აჭარაში ზოგადად საქართველოში მიმდინარეობს ეს შემთხვევა. სხვადასხვა ძალიან თლიანი დატვირთვა. მასშტაბური სახელი იყო. ამ ყოველივეს ნაწილი თქვა აჭარაში მინაშენობის შენობის დროს, შვახეთის შენობის დროს კომპანია დარეგისტრირა ერთ დღეზე, რომელსაც ლობირებს თქვა არსებულ პარლამენტის პარტია მინისტრის მოადგილე თქვა წინადრეს მქონდა კონფლიქტი ამას დაგაშით კალათის მოადგილე ერთ-ერთი, რომელიც განაცხადა რომ ნებისმიერ ფასად აშენდა და აჭარაში. ეს არ არის რეალურად აჭარაში წყესაში ზონა. ვარსის შემთხვევა გვახსოვთ ჩვენ დარიელში რაც განმეორდა. ჩამოინგრა აჭარა ჩანჩხალოს შემთხვევაში მოსახლეობას გაგიცვა ქონდა მანიფესტაციები და ასე შემდეგ. მიწა დაიბზარა. აფეთქებების შედეგად მიწა დაიბზარა და მოსახლეობას შეუძლებელი იქნა მოსახლეობა დარჩეს და იცხოვროს. ამ ცხოვრება რო გაარწეს. კომპანიას ჯერ არანაირი პასუხისმგებლობა კი არა, პასუხისმგებლობაზე თავი არ აქვს. კვლევა არ ჩატარებულა, შემოწმება არ ჩატარებულა. რამდენად შესაძლებელია არსებული მშენებლობა რო განხორციელოს, ანუ სადერიბაციო გვირაბების მშენებლობა. გასაგებია, თუმცა ჩვენ ვიცით ლარსი მახსენებდა და დარიალის შემთხვევაში იყო ეგრეთ წოდებული გეზეშე, თუმცა იქ მაინც მოხდა ადამიანების დაღუპვის და ტრამვის ფაქტები. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ცალკე საქმეა ალბათ თუ თვითონ ვინ გასცემს კვლევას და ვინ აკეთებს ამას გარემოს ზემოქმედების შეფასების საუბარი, რომელიც გაცემული იყო დარიალის შემთხვევაში, თუმცა იქ მოხდა ისეთი ფაქტები, რომელიც ძალიან რთული და ესე ვთქვათ სამწუხაროა. ამ შემთხვევაში ვინ დგას ამ ყოველთვის და ვინ არიან ის ექსპერტები, რომლებიც გასცემენ უფლებას იქ სამუშაოების შესახებ. ალბათ ისეთ ვერ მოხდებოდა ისე, თუნდაც რომ გაიზარდა, მაინც აშენდებოდა იქ და მაინც მოხდებოდა. ყველაზე ცუდი რაც არის, ანუ სახელმწიფო პირდაპირ საუბრობს, ისეთ რა კომპანიამ ჩაატარა კვლევა. კვლევის შედეგად დაშვებულია განთავსეს და აი შეიძლება განთავსეს ეს და ასე შემდეგ და ეს არის ყველაზე სამარცხვინო ფაქტი. ანუ კერძო ინტერესს ვანდობს საზოგადოებრივ სივრცის ათვისებას, რომელიც თავისი მოგების შესაბამისად მას აწყობს, მას ურჩევს ამ პროექტის განხორციელება და ილია ელოშვილი იყო ურტაში, სადაც პოლიციასთან დაპირისპირებაში მოვიდა მოსახლეობა სხვადასხვა იქ არის ერთ-ერთი სოფლის მეურნეობის კარტოფილის მოყვანით ირჩევს თავს. როცა ტენიანობა გაიზრდება, იქ კარტოფილის მოსავლეობა შემცირდება. რეალურად იმ ადამიანს დაეკარგება შემოსავლის წყარო, მაგრამ ამის კომპენსირება ხო ვიღაცა უნდა მოახდინოს. ან სახელმწიფო უნდა იყოს თავზე პასუხისმგებლობა, ან კერძოდ იმ კომპანიამ, რომელიც ეს აშენებს. მაგრამ აქ პასუხისმგებლობას გამოვიცხავთ საერთოდ, იმიტომ რომ თვითონ კომპანიის წარმოებული კვლევა, რაც კვლევაზე თქვენ თქვით, არის ძალიან მაცდული. ანუ იქ ისეთი კოეფიციენტი წერია, რომელიც არნებს რეალურად ჩანჩხალოს შემთხვევაში იყო და რეალურად თქვენს აფეთქება რაჭის ხო ანუ რაჭის შემთხვევაში რაც ხდება და ხაიშის შემთხვევაში რასაც პროგნოზირებენ, ანუ კონკრეტულად ჩანჩხალოს შემთხვევას ავიღებ რა. იყო საუბარი რომ აფეთქებების დროს დაბზარვა არ მოხდა, მაგრამ რეალურად თვითონ ილია ელოშვილიც იყო ასული. საზოგადოებრივ მოწყობილობაზე მოვიდა და აფეთქებების დროს მიწა განიცადა რყევები. და თვითონ ასე რომ ამ პერიმეტრზე ცხოვრები მოსახლეობა არის გადასახადებელი სხვა ტერიტორიაზე. ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს რაჭის შემთხვევაშიც შაურის დროს იქ აღარ მოდის ვენახები და მოსახლეობა ასე ვთქვათ მიგრაცია განიცადა და უფრო სხვა კუთხეში ცხოვრობს რაჭაში და ალბათ ეს დამოკიდებული არის იმ სტრუქტურაზე, კონკრეტულად გარემოსდაცვის სამინისტროზე, რომელიც გასცემს ამ ნებართვას და პასუხისმგებლობაც ეკისრება ალბათ სახელმწიფო სხვა სტრუქტურებთან ერთად ყველაზე დიდი ნაწილი მას. მოდი ბატონ გოჩას დავუსვათ შეკითხვა, იმ შემთხვევაში თუ ცვლილებების საბოლოო ვერსია მაქსიმალურად დაიხვეწება, რა უნდა იყოს იმის გარანტი, რომ კოდექსის ნორმები პრაქტიკაში იმუშავებს? ცვლილებები თქვენ გულისხმობთ შრომის კოდექსის ცვლილებებს? ჯერჯერობით აი არ არის საუბარი ამ ნორმების დახვეწაზე, ჩვენ მთავრობა ჯერ კიდევ ტკბობას განიცდის იმითი, რომ აი 2 წლის წინ შეცვალა რაღაცა შრომის კოდექსში და ჩვენ ვამბობთ, რომ და საზოგადოება ეუბნება, რომ ეს არ არის ერთი საკმარისი და მეორე ამისი აღსრულება არ ხდება. და ეხლა რაღაც დახვეწაზე და ასე შემდეგ ჯერჯერობით ჩვენ შევეცადეთ კი დავიჯერეთ, რომ აი იქნებ მართლა რაღაცა შევეცადეთ წინადადებებით შევთავაზეთ
რამდენიმე კონვენციის რატიფიცირებაც შევთავაზეთ, სამხედრო კომისიის საშუალებითაც შევეცადეთ, მაგრამ ფაქტიურად ყველაფერი გაჩერებულია ამ კუთხით და ერთადერთი ახლა ვინაიდან ევროკავშირი მოითხოვს და ასოციაციების ასე ვთქვათ დღის წესრიგში დგას ეს საკითხი და ვიზის ლიბერალიზაციის საკითხებს ეხმიანება შრომის ინსპექციის თემა, ამიტომ ცდილობენ ახლა ბოდიში და ფაფხურობენ, რომ რიგი სამიტამდე რაღაცნაირად ევროკავშირს დაანახონ, რომ აი ეს პრობლემაც მოვაგვარეთ და მოდი ახლა უვიზო რეჟიმი მოგვეცით. მაგრამ ვერ მოხდება ეს ახლა არც ევროკავშირი მოითხოვებს თავს, არც ჩვენ მოვთხოვდებით, არც საზოგადოება არ მოთხოვდება ზოგადად და ჩვენ გავაგრძელებთ ახლა საბრძოლი ჩვენ ესა გვაქვს, აღსრულების მექანიზმები გვაქვს შესაქმნელი, ანუ შრომის ინსპექცია, ორი კანონი და შეიქმნა საქართველოში და სხვათა შორის ორივე კანონ პროექტი შექმნილია, მაგრამ სექტემბერში უკვე არსებობდა, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო აცალა უყურა შრომის სამინისტროს, რო შექმნა კანონ პროექტი, მე უთხრა ცოტა ხანი მომეცითო ისაკაო, ამოვიდო იღლიაში და დამთავრდა, როგორც თქვენ ყურებს ვერ ნახავთ, ისე ვერ ნახავთ ამასო. ორი კანონ პროექტი, კანონი შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ და კანონ პროექტი შრომის სახელმწიფო ინსპექციის შესახებ. ერთის და მეორეც გაჩერებულია და ამის ნაცვლად შემოგთავაზეს ახლა აი ეს დადგენილება, რომელიც კიდევ ერთი წელი ამ თემას დააღეჭავს, 1 მილიონს დახარჯავენ და რა წერია დადგენილების ბოლოში, რომ ინდიკატორი, პროგრამის ინდიკატორი რა იქნება, ერთ-ერთი ინდიკატორი, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში კანონ პროექტების შემუშავება. საჭიროების შემთხვევაში, საჭიროება დგას რამდენი ხანია. ანუ მიზანი ისიც კი არ არის ამ პროექტისა, რომ ამ პროგრამის დასრულების შემდეგ იქნება კანონ პროექტი 1, კანონ პროექტი 2 და შევა პარლამენტში. ესეც კი არ წერია. ეს საჭიროება იქნება განხილული პროგრამის ბოლოს. წარმოგიდგენიათ? გასაგებია, მე ვიცი რომ გაფიცვის უფლების შესახებ იყო რაღაც ცვლილებები, მახსენდება კაზრეთის შემთხვევაში, რომ მათ დაადანაშაულეს, ესე ვთქვათ, იურიდიულად იმაში, რომ არ გაუფრთხილებულად გაიფიცნენ ისინი. დღეს მიმდინარეობს ეს სასამართლო პროცესი. დიახ, რა უფლებები გააჩნიათ და როგორ უნდა მოისმენ იმ შემთხვევაში თუ მათ მოიდომეს გაფიცვა, ასე ვთქვათ. კომპანია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან შეთანხმებას ხელი მოაწერა, გაფიცვა დასრულდა და ასე შემდეგ, მე რადგან სასამართლოს არჩევი შეიტანა მაინც, უბრალოდ მანამდე ქონდა შეტანილი, რომ გაფიცვა არაკანონიერი არისო. ჩვენ ახლა ყველანაირი დოკუმენტაცია შესაძლებელი შევიტანეთ და არანაირ უკანონობაზე ლაპარაკი არ უნდა იყოს, ჩვენ ყველაფერი სწორად და ზუსტად გავაკეთეთ, მაგრამ იმის გამო არ გამოაქვს არჩელი, როგორც ჩვენ ხვდებით, რომ ჩვენ მეორე არჩელი შევიტანეთ მათ წინააღმდეგ იმ 80 კაცის აღდგენასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, ჩვენ შევთანხმდით, რომ სარეზერვო გაკეთდებოდა და ხალხს აიყვანენ ნელ-ნელა, ჩვენ მაინც შევიტანეთ არჩელი, იმიტომ რომ ჩვენი აზრით, როდესაც 80 კაცის გათავისუფლება მოხდა როგორც ასე ვთქვათ, შურისძიების აქტი იმის გამო, რომ გაფიცვა გავბედეთ. გაფიცვის შემდეგ გაათავისუფლეს ეს ხალხი, გაფიცვა დაწყებული იყო და გაათავისუფლეს. და როგორ შეიძლება, ანუ რა უნდა დავარქვათ? ჩვენ ამას ადეკვატური რეაქცია დაწყებული არ იყო, გამოცხადებული იყო. გაფიცვა გამოვაცხადეთ და სანამ დაიწყო გაფიცვა გაუშვეს, იმიტომ რომ გაფიცვის პროცესში გაშვება ადამიანისა არ შეიძლება, პირდაპირ წერია კანონში. რამათმა ისარგებლეს მაგათმა იურისტებმა და აი იმ დროს გამოსცეს გათავისუფლების შესახებ აქტი, რომ სანამ გაფიცვა დაიწყებოდა, მაგრამ რა მნიშვნელობა გამოცხადებული იყო ფსიქოლოგიურად ეს იგივე ტიპის ასე ვთქვათ, საწინააღმდეგო ნაბიჯია, რომ ადამიანებს უარი ათქმევენ და გაფიცვას. ზეწოლა. კი, ხო, მაგრამ ჩვენ აი ეს ხომ მიდის ეს პროცესი. რეალურად საქართველოში გაფიცვა შესაძლებელია, გარკვეული პროცედურებია დასაცველი, როგორიც არის, მაგრამ მოდი ეს კონკრეტულად დავის წამოწყება, ხო, კონკრეტულად თუ გამიხილავთ, წესით კონკრეტული შრომითი დავა უნდა წამოიწყო ოფიციალურად პროფკავშირმა, უნდა მიწერო ადმინისტრაციას და შემდეგ სამინისტროს შრომითი დავის შინაარსის შესახებ, რასედავები, რამდენი დღით ადრე. გეტყვით ეხლავე და უნდა მოითხოვო მედიატორი შრომით დავაზე. სამინისტრო ვალდებულია მედიატორი დანიშნოს და ამის შემდეგ 21 დღიანი ვადაა მედიაციისთვის მოცემული და 21 დღიდან პროფკავშირს აქ ეხსნება ხელფეხი გაფიცვისთვის. ანუ ფაქტიურად ჩათვალეთ 3 კვირა, რომელიც სავალდებულო პერიოდია და შემდეგ გაფიცვაზე გადიხარ. კაცმა რო თქვას, ეს არ არის დიდი დაბრკოლება, თუ პროფკავშირი მობილიზებულია, კოლექტივი მობილიზებულია და ანუ ასე ვთქვათ, კარგად აქვს წარმოდგენილი პროცესი როგორ უნდა მართოს, პრინციპში შესაძლებელია ვაკეთებთ კიდეც. თქვენ იცით, კაზრეთის გაფიცვას ასეთი იყო, ყველაზე ხანგრძლივი, აგერზე ვიცი რა ქვია, ინგლისელთა ახალი პროფკავშირის გაფიცვა, ვადღიანი და შემდეგ პრინციპში მოხერხდა და არის. ხო, მაგრამ ერთი ცოტით მე მიჯდება ესეთი ლოგიკური შეიძლება, მე ვფიქრობ ლოგიკური კითხვა, სიტყვაზე დღეს თუ მე რაღაცა ისეთი დამიშავდა საწარმოში, მე უნდა ველოდო 21 დღეს? არა, უყურეთ როგორ არის, როდესაც ერთ ინდივიდუალურ დღეს განმავლობაში ჩვეულებრივი მუშაობა არ ეხება ეს.
აქ საუბარია კოლექტიურ შრომის დავაზე, რომელიც გაფიცვის უფლების და ინდივიდუალურზე თუ მიჭერენ მხარს თანამშრომლები ამ შემთხვევაში მაშინ უნდა გახდეს კოლექტიურ დავაში უნდა გადაიკი ბატონო, მაშინ 21 ჭირდებათ ყველა ვარიანტში ამ კოდექსში. ცოტა სასაცილოა მე ვიტყოდი. არა, რა არის ისეთ ყველა ქვეყანაში მე გეთანხმებით რომ 21 დღიანი ვადა ძალიან დიდი ვადაა. წინა კოდექსი რაც ამბობ ცუდი ყოფილიყო, ამას 3 დღიან ვადას აწესებდა, მაგრამ იქაც იყო წინა პერიოდი 7 დღით ადრე უნდა მოგეთხოვა პასუხები რაღაც შეკითხვებზე დავასთან დაკავშირებით და მე 3 დღიანი ვადა ქონდა. მაგრამ მეორე მხრივ, მოდი ასე ვთქვათ, მიუხედავად ისა პროფკავშირს წარმოადგენთ, მე ახლა ვერ ვიტყვი რომ გინდა თუ არა მომენტალურად გაფიცვის უფლება უნდა ქონდეს. სოციალურ დიალოგს და ეს მნიშვნელოვანია, უნდა მიეცეს შანსი, უნდა მიეცეს საშუალება და დაემხარეებმა ამოწურონ, დაემთავრებამ თავის როლი ითამაშოს და თუ შემდეგ არ არჩება სხვა გზა, ხო? ეგ ნორმალურ ქვეყნებში ასეც ხდება, მაგრამ ჩვენთან ჩვენ ვიქცევით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნორმალურ ქვეყანას ვაშენებთ, ხა მე და გოჩა ეგრე ვფიქრობდა. ხა როგორ გითხრათ? ჩვენს ქვეყანაში ესეთია, ხელი დაიწოდა 21 დღის შემდეგ დაიძახო, ვაი ხელი დამეწვა, ამას გავს. არა, ასე არასა, თქვენ შეგიძლიათ იმ დღესვე უნდა დაიძახოთ მაგის შესახებ, უბრალოდ სამუშაო რო შეწყვიტოთ კანონიერად და გაფიცვა გამოაცხადოთ, ამისთვის გჭირდებათ ეს მოლაპარაკების პერიოდი, რომელიც სახელმწიფომ დააწესა და ხა საერთაშორისო სტანდარტი ამ კუთხით კონკრეტული არ არსებობს. ამიტომ ჩვენ ახლა ადმინისტრაციას მას მთავრობას ვედავოთ, რომ იცი რატო 21 და რატო 14 არა, ან რატო 29 არა, ხო ცოტა რთული იქნება, მაგრამ რაც არის და ის ახსრულდეს. თუნდაც ის ახსრულდეს, საქმე ჩვენ ამასთან პრობლემა ამასთან გვაქვს. გასაგებია, გოჩას უნდა დამატება და შემდეგ მისთვის უფრო ახლო კითხვას დავსვამდე, ასე ვთქვათ. დიახ. დასავლეთში ხდება რეალურად, ანუ ცუდია, რომ სტუდენტები არ ვართ ორგანიზებული ისე, რომ რადიკალურ ქმედებებს გავუწიოთ მთლიანი ორგანიზება, ასე ვთქვათ. სასაცილო ვეჩერე მოლოტოვის კოქტეილების უნდა გამოიყენო, დაწვა უნდა საწარმოგი, თავრობის სამინისტრო უნდა აიღო, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით როგორ უნდა აიღო სამინისტრო? რეალობაში დასავლეთში ხდება ასეთ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო არის უპასუხისმგებლობა, როდესაც თავის პასუხისმგებლობას გაორგის, ნორმალურ საზოგადოება ასე იქცევა რადიკალურად და მე ვფიქრობ, ეს ხუმრობით რადიკალურად შეუძლებელია, იმიტომ რომ ჩვენ ვერ მოახერხეთ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ან პასიურია საზოგადოება ამის თქმა გინდა. მარცხენა სექტორს ვერ მოახერხეთ ორგანიზება, რომ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოთ სახელმწიფოს და მე გულისხმობ სახელმწიფოში, არ გულისხმობ არჩეულ მთავრობას, იმიტომ რომ სახელმწიფო რეალურად დღეს არის ბიზნეს სექტორი. ანუ რეალურად სახელმწიფო ის ყოლია, თუნდაც წინა მთავრობის დროს იყო რა კონკრეტული კომპანიების მენეჯერები და ხელმძღვანელები. ოლიგარქიული მმართველობა. დღესაც ის იგივე ფაქტორია. დღესაც ახლა თავარი ოლიგარქიც ვიცით ვინა, მისი დამქაშებით ვიცით, რასაც წარმოადგენს ვიცით და რა წილებიც აქვს. დღეს ვეცით ბიზნეს სექტორს და როგორც არჩეულ რაღაც პასუხისმგებლობის მქონე ჯგუფს, პარტიას, ვეცით კონკრეტულ კაპიტალს, რომელიც რეალურად თავის თავში გულობს იმ მოთხოვნებს, რაც მაგრამ მე დავამატე თქვენ შეკითხვას, ახლა გამახსენდა, იმიტომ რომ თუ სიღრმეებში წავართ, მართალი ბრძანდებით, გაფიცვის სხვადასხვა ფორმაც არსებობს, ხო, როგორიც არის საყოველთაო გაფიცვა მაგალითად, ჩვენ გვინდა ახლა general strike, რასაც ქვია, ხო, ყველა პროფესიის ხალხი გამოდის და თქვა ერთი და იგივე პრობლემაზე, სოლიდარობის გაფიცვა, როცა მე შეიძლება პრობლემა არ მაქვს, მაგრამ იქ რომ გაფიცვა იმას უჭერ მხარს, ხო? აი ეს ჩვენ კანონმდებლობაში მოხსენებული არ არის და მე მინდა გითხრათ, გამოგიგზავნით კიდეც თუ გნებათ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩვენ საჩივარი გავაგზავნეთ ყოველწლიური მოხსენების სახით და გამოვიდა ამ წინა კვირას პარასკევს გამოვიდა უკვე კომენტარები მოხსენება ექსპერტთა კომიტეტისა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოსთან დაკავშირებითაც და იქ პირდაპირ წერია რომ ჩვენი მოთხოვნა პროფესიული კავშირების გაერთიანების მოთხოვნა რომ საქართველოში კანონმდებლობაში ნახსენები არ არის საყოველთაო გაფიცვა, სოლიდარობის გაფიცვა და ამ შემდეგ ეს უნდა იყოს და მთავრობას მოთხოვეს პასუხი რომ მოგწერეთ რატომ არ არის კანონმდებლობაში ასახული. კიდე სხვა რაღაცებიც არის იქ მაგალითად იგივე გაფიცვის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნაა რომ მოგეხსენებათ გაფიცვის უფლება შეზღუდულია შრომის კოდექსით იქ წერია რომ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს არ აქვთ უფლება გაიფიცონ და შემდეგ ცალკე დადგენილება გამოსცა აი მან რა ქვია პრემიერ-მინისტრმა სადაც წერია ვინ არის ეს რა სამსახურებია ესენი და მათ შორის არის უამრავი რამე მაგალითად დასუფთავების სამსახურია ენერგეტიკის მთელი ჯაჭვია ესე იგი გენერაცია გადაცემა დისტრიბუცია მთლიანად აკრძალულია
აკრძალული აქვს, მაგალითად აკრძალული აქვს სამედიცინო სფეროში ყველას გაზის მოპოვება, დამუშავება და ასე მიწოდება, ამას აკრძალული აქვს და ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ეს არ არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ნორმა და ევროკავშირის ნორმა. ეს აქ შეიძლება კონკრეტულ რომელიღაც პროფესიის ადამიანს და არა მთელ სამსახურს შეეზღუდოს გაფიცვის უფლება, მაგრამ არა ყველას, მაგალითად, საბავშვობაში შეიძლება კონკრეტულ ექიმს შეეზღუდოს უფლება, მაგრამ ყველა ექთან შეეზღუდოს, დამლაგებელ მთელ საბავშვოში შეეზღუდოს, ეგეთი რამე არ არსებობს სოფლიოში. და აქაც პირდაპირ მოთხოვნა მთავრობაზე, რომ შეცვალეთ ეს. საინტერესოა, ეხლა გამახსენდა, კარგია რომ გამახსენდა და ამაზე დისკუსიას დავიწყეთ ცოტა ხანში გამოვიყენეთ და აი ამ დასკვნას ისე. გასაგებად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია, მე ვფიქრობ. გადაცემას ვასრულებ, თუმცა მე არ შემიძლია არ დავსვა ეს კითხვა, სანამ ეთერში შემოვიდოდი, ჩემი მეგობრები, მე სტუდენტი ვიყავი და ვიცი სტუდენტობის პერიოდში გოჩასთან მაქვს შეკითხვა. ხშირია შემთხვევა, როდესაც მათ სწავლასთან ერთად უწევთ მუშაობა. განსაკუთრებით აქტუალურია ეს მარკეტების საკითხი, სადაც ისინი სტაჟირებას გადიან და ფულს არ უხდიან, ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით დადება. ალბათ შენს ირგვლივაც არიან ასეთი მეგობრები სტუდენტი ხარ. ამ შემთხვევაში მათ აქვს თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ და საშუალება, მე არ გამიგია მუშები, რომლებიც იფიცებიან კაზერტში, ჭიათურაში, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ხშირად ირღვევა მათი უფლებები, ვინმეს ის რომ მიუმართავთ, აქცია მოუწყვიათ, თუნდაც გაფიცულან და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში როგორ უნდა დაიცვან მათ თავიანთი უფლებები? ამ პირველში უფლებისთვის უნდა იგრძნოს ყველა. დიახ. სოციალიზაცია ხშირად, როდესაც ვანონსებს სხვადასხვა აქციას, რომლის უფლების დაცვის კუთხით, ხშირად წერება ჩვენს პრობლემები და ხოთ რა ჩვენი უფლების დაიცვათ, მაგალითად კარფურის და სხვა ან თუნდაც სხვადასხვა მარკეტებსაც სავაჭრო ცენტრების და მარკეტების შემთხვევაში გუდვილი და ასე შემდეგ ექსპლუატაციას უწევს სტუდენტებს, ეს ყველა კარგად იცის ვიწრო მარკეტებიც. მე ვფიქრობ, რომ სტუდენტებმა თვითონ თავიანთი უფლებების უნდა იბრძოლონ. მე არ ამგონია მე ღირებულებაში მისის, რომ ვთქვათ ის მემარცხენე დისკუსიის, ვთქვათ ადამიანის უფლებების წამოწევა და ასე შემდეგ. მე ღირებულებაში მისის და ვიბრძო, მაგრამ მეორე შემთხვევა რა არის? ადამიანი როდესაც განიცდის ექსპლუატაციას, თვითონ უნდა იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცა შენ პრობლემას მოგიგო. კანონი აძლევს ამის საშუალებას? აძლევს ამის საშუალებას. მეორე მომენტია რა, როდესაც ტენდენცია არის, რომ ყველგან მსგავსი ექსპლუატაცია, რომელიც ის ვიცი რა, თვითონ კომპანია ეუბნება თუ არ გინდა არ მომეწონა წადი, ორი კვირა ამუშავებ, ხელფას არ გადაუხდი. შემთხვევაში ხელშეკრულები არ იდება. ანუ გარდა ვთქვათ როგორც მარკეტებში მუდმივი და მსგავსი გასაგებია, ამ თემაში დასვი ხელშეკრულები იდება, მაგრამ ვიწრო მარკეტებში არ იდება, სადაც მრავალი სტუდენტია დასაქმებული. მომართვას რაც შეეხება აზრთა გასვლა მიდის, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ოფიციალური ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც განცხადების სახით მიიღებს რაღაცა სამართლებრივ დავასაწარმოებს, ჩვენ ვართ პირდაპირ ქმედებებზე ორიენტირებული ჯგუფი, რომელიც არც განცხებულობს, არც რომელიმე ჯგუფის ორგანიზაციის დაკვეთებს, ჩვენ ვართ საზოგადოების მხარეს, გასაგებია. კარგი, მაშინ სტაჟირებასთან დაკავშირებით. საქართველოს კანონმდებლობით სტაჟირება, შრომის კანონმდებლობით სტაჟირება, როგორც ასეთი შრომის ასეთი ფორმა არ არსებობს. ერთადერთი თუ ადამიანს უნდა, სტუდენტს უნდა, რომ აი თქვენთან მოვიდეს და მაგალითად ისწავლოს რაღაცა, ხო? თქვენ მას შრომის ხელშეკრულებას ვერ გაუფორმებთ. ის უნდა მოვიდეს უბრალოდ და თქვენ მას დავალებას ვერ მისცემთ. თუ მას სწავლა უნდა რაღაცის, ხო, უნდა მოვიდეს თავისუფალი, ასე ვთქვათ, ადამიანის სახით, ინდივიდის სახით და გიყუროთ თქვენ როგორ აკეთებთ, რას აკეთებთ, თუ თქვენს კეთილინებაა. მაგრამ თუ თქვენ ამ ადამიანს დავალებას აძლევთ, თუნდაც აი მიდი და შუქი ამინთე და შუქი ჩამიქრე, ის უკვე თქვენი თანამშრომელია, თქვენ უკვე პასუხისმგებელი ხართ მის შრომის უსაფრთხოების გარემოზე, მის ხელფასზე და თქვენ უნდა გადაუხადოთ. ერთადერთი, რაც არის, რომ 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით შეგიძლიათ აიყვანოთ, მაგრამ მას ხელფასი უნდა მისცეთ აუცილებლად მინიმალური ქვეყანაში დაწესებული მინიმალურ ხელფასზე არანაკლები, რაც არის 20 ლარი სამწუხაროდ კერძო სექტორში. ხო, მაგრამ ის 20 ლარი მაინც უნდა მისცეთ თქვენ მას და მაშინ შეიძლება გინდა სტაჟირება. ანუ უფასო სტაჟირება არ არსებობს საქართველოში არ არსებობს. გამორიცხულია ეგეთი რამე. და რეალურად ხდება, მაგრამ ადამიანებს ამუშავებენ. პრობლემა ის კი არ არის. და ამაზე ვინ მუშაობს? არავინაც არ მუშაობს რა. აქ მე ჩემი აზრით ეს მოსაგვარებელი აქ არც არაფერი არ არის. მიიღეთ ადამიანი სტაჟირებაზე, მე წინააღმდეგი ვარ იმის, რომ რაღაცა ცალკე სტაჟირებაზე კანონი იქნას მიღებული. ადამიანი თუ მიიღეს, ადრეც იყო ასე და არასოდეს არ რეგულირდებოდა ასე კონკრეტულად, თუ მიიღე ადამიანი, მას მინიმალური ხელფასი მაინც უნდა მისცე.
და კი ბატონო ასწავლე თუ შენ მის შრომას იყენებ შენი თანამშრომელი რაც ქვია სტაჟიორი რა ინდულგენციაა რომ ხელფას არ მისცემ თუ რა არის თუმცა ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ხდება და მე ათავისუფლებენ კიდევაც ამ გამოსასწრელი ვადის შემდეგ მე კანონის დარღვევა საქმეს ესაა ჩვენ რომ ეხა კიდე მოვითხოვოთ რომ სტაჟირებაზე ცალკე რაღაცა ურთიერთობა იყოს ეს იმ ადამიანის უფლების დარღვევაა ჩემი აზრით გასაგებია რაც შეეხება ბოდიში რა გოჩას ვეჭრები მაგრამ ჩვენ გვაქვს შემთხვევები იგივე იმაში რა ქვია პოპულში და სხვა აიმებში კომპანიებში როგორ გამოყარეს ხალხის სამსახურიდან ან აგდებდნენ და დაგვიძახეს მაგრამ ცუდი რა არის იცით რამდენჯერაც არ დავეხმარეთ ადამიანებს და პროკავშირის შექმნაზე ველაპარაკეთ რომ აი მოდი ეხა შექმნით რა ორგანიზაცია თავი ხოლმე დაიცვათ ყოველ ჯერზე ხომ ვერ მოხვალთ ერთი პრობლემით ან ორი პრობლემით გააერთიანით ხალხო ორგანიზება გააკეთეთ კანონი უფლებაზე ვერც ერთხელ ვერ მივიყვანეთ აქამდე ხალხი თვითონ არის ინერტული კი შიში არის ორი აზრი არის მაგრამ როგორ შიში არ არის ტყიბულში რა მახაროში თუ შიში არ არის კაზრეთში თუ ყველგანაა შიში მაგრამ ხალხი აბიჯებს ამას მაგრამ მეორე პრობლემაა მე ვფიქრობ რაც ამ თავი პრობლემა ისაა რომ ადამიანები ასეთ სავაჭრო წერტილებში განსაკუთრებით ტასაცმლის და მის ასე თქვა რიტეილებში ხო იქ თავიანთ სამუშაო ადგილს არ განიხილავენ როგორც სამუშაო ადგილს და კადრების დენადობაა დიდი არის ამით თვე იმუშავა მე წავიდა ნახა რომ იქ ცუდი პირობებია წავიდა და ამით ისინიც სარგებლობენ და ესენიც ჩუმად არიან თორემ წესი და რიგით იცი რამდენი რამე ირღვევა მაგათ შემთხვევაში მაგალითად იგივე 10 საათი 12 საათი ფეხზე რო დგანან ეგ არის ვარიკოზული იურიდიულად შეუძლიათ მათ სამართლებრივად უჩივლოთ თუნდაც კომპანიებს და აქვთ უფლება ამის ვერ შევთავაზეთ რომ იცით რა საქართველოში არის სტანდარტი ფეხზე დგომა რამდენხან შეიძლება რა მაგალითად იგივე სოკართან დაკავშირებით სოკარში ყველა მიცის რომ ისინი რა ქვია ჩამსხმელები ბენზინის სასაწვავის ჩამსხმელები ფეხზე დგანან მთელი დღე საპროტესტო აქციას გავმართეთ ჩვენ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ და სკამები მიუტანეთ ამ ადამიანებს დაულაგეთ და მოვიდა სოკარიდან ვიღაცა მოვარდა იქ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და რაშვები და რა გავაკეთეთ სკამი მიუტანეთ ამ ადამიანს არ შეიძლება და კონტრაქტში უწერიათ რომ ფეხზე ჩვენ რას ქვია კონტრაქტში კაცო საქართველოში არის რეგლამენტები რომლითაც ადამიანი თუ მის სამუშაო 8 საათიანია ხო ყოველი 2 საათის მერე 50 წუთი ფეხზე დაჯდომის უფლება უნდა ქონდეს რომ მას არ განუვითარდეს ესა ვენების დაავადებები და გაგიგონიათ ვინმე რამე თქვა აი წესი და რიგით უნდა მიდიოდეს თუ მუშა პროკავშირს არ შექმნის და თქვა ეშინია შრომის ინსპექციაში უნდა მიდიოდეს წერდეს რომ ჩემთან ეს ხდება გაუხმაურებლად მისი ვინაობისა უნდა მიდიოდეს შემდეგ შრომის ინსპექცია და ამოწმებდეს და რეაგირებას ახდენდეს აძლევდეს და ეუბნებოდეს რომ ამას გამოასწორებ მოვალ მე ერთ-ორ კვირაში ამას ვნახავ და მიწერილებაზე ეს რეაგირებას არა და დაიჯები ასე დღეს რას თავაზობენ არაფერს ნებაყოფლები და სოკარი თავ შეიმოწმებს ახლა რომელი გინი გასაგებია თუ ის გასაგებია ბოლო შეკითხვას ბიზნესი არა რომ თავრობის ის გააправოს ბოლო შეკითხვას დავსვამდით ორივე სტუმრისთვის ერთ და იგივე სოლიდარობა რაც მნიშვნელოვანია და წინააღმდეგობები მოდი წვანემშის წარმომადგენლებს დაუსვათ ეს შეკითხვა პირველად წინააღმდეგობები თუნდაც მოძრაობები აქციები რამდენად სოლიდარულია ჩვენი საზოგადოება და არა გულგრილი ესე ვთქვათ ასეთი ფაქტების მიმართ ანუ პირველ რიგში ის რომ გაუცხოება ხდება რომელიც ზოგადად ახლა რკინიგზელების შემთხვევაში ის რა 500 ლარი აქვს ხელფასი და მიხედავენ თავიანთ სამსახურს 500 ლარი თქვა ბევრს არ აქვს და 420 ლარზე მუშაობს და ეს არის გაუცხოება კონკრეტული პრობლემისგან თვითონ ვერ გზნობ რომ თვითონაც განიცდებით თუნდაც მაგრამ სულ შემთხვევაში რა თქვენ თქვის სტაჟირებაზე ვინც არის რეალურად და მათი შრომითი ექსპლუატაციაც მიდის რეალურად სუფთა შრომითი ექსპლუატაცია იქ სუფთა შრომითი ექსპლუატაცია მიდის და ეს უნდა შეემოწმოს შრომის ინსპექციას და სოლიდარ ან ვიღაცა რომელიღაცა ის თუ ოფიციალურად არ ჩატარებულა ხო არც სოლიდარობა გაიზრდება არც ჩართულობა გაიზრდება ჯგუფების იმიტომ რომ რეალურად ინფორმაციაც კი არ გვაქვს ხო ჩინაგას საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია რომელიც ძალიან მცირედ შემოიფარგლა რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ამდენი ადამიანი დაშალა და ასე შემდეგ სოლიდარობა რეალურად არის ჯგუფებში მაგრამ შემთხვევაში სოლიდარობა არის უგულებელყოფილი თქვათ მიმართებაში რკინიგზელებთან მიმართ მაგაროდან გაფანტულია ძალები მაგრამ კარგი იქნება სხვადასხვა ჯგუფები მათ შორის სტუდენტური მოძრაობები არასამთავრობო ორგანიზაციები თქვათ პროფკავშირები და ასე შემდეგ თუ გაერთიანდნენ და შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ დაიწყებენ ბრძოლას პროფკავშირები გაერთიანდნენ და პროფკავშირში უნდა გაერთიანდნენ ალბათ არა ჩვენ ეს სწორად არსებობს მთელი პროფკავშირები არსებობს დამოუკიდებელი ნორმალური პროფკავშირები რომლებიც ერთმანეთში არიან დაპირისპირებაში ანუ ეს უნდა ამოიწუროს ანუ სინამდვილეში არსებობს სოლიდარობა თუმცა ვერ რაღაცა ორგანიზება არის პირველში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჩემი აზრით როგორც სტუდენტის პასუხისმგებლობა აწევს სტუდენტს იმიტომ რომ სტუდენტი არის ყველაზე მეტად დამოუკიდებელი ძალა რომელსაც არ აქვს კონკრეტული რაღაც მიზანი ორგანიზაცია რაღაც თქვათ დაფინანსების გაზრდა გრანტის მიღება გრანტთა პასუხისმგებლობა ის არის მოქალაქე რომელსაც სამსახურს არ
დროებით არ აქვს სწავლის პერიოდში, მას აღსული თავისუფლება რომ იბრძოლოს. ჩემი აზრით სტუდენტებს მართლაც მის პასუხისმგებლობა ორგანიზება მოახერხოთ ამ სხვადასხვა ჯგუფებს. თუნდაც ერთმანეთში მცირე დაპირისპირდეს, სულ რაღაც ძალიან მცირე დაპირისპირდეს და მოახდინოთ მთლიანი ძალების კონცენტრაცია და ამ ექსპლუატაციის წინააღმდეგ. კარგია რომ სტუდენტები გრძნობენ ამის პასუხისმგებლობას, ახლა კი პროფკავშირებს დავუსვათ ბოლო შეკითხვა. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ, არსებობს თუ არა ჩვენ საზოგადოებაში სოლიდარობა და იმ შემთხვევაში თუ ეს მიიღებს მასშტაბურ ხასიათს, შეიძლება თუ არა მივაღწიოთ გარკვეულ შედეგებს და ეფექტური შეიძლება გახდეს. სოლიდარობა რო არსებობს, ამის მაგალითები უკვე მრავლად გვაქვს ჩვენ. საუბარია უბრალოდ იმაზე, რამდენად ძლიერია და რამდენად არის პოტენციალი, რომ უფრო დიდ ძალად იქცეს ეს და როგორც გოჩამბძანა სხვადასხვა ჯგუფები საზოგადოებაში, რომლებიც ერთ და იგივე პლატფორმაზე დგანან პრინციპში, ხო? გაერთიანდნენ, კოორდინაცია ჰქონდეთ ერთმანეთთან და ერთიანი ფრონტით, ერთიანი ძალით გამოვიდნენ, თქვათ იგივე მემარცხენე ცენტრისტული, თქვათ შეხედულებებით, ხო? მაგალითად, იგივე რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მიერ ჩატარებული აქცია საპროტესტო გაფიცვა, ხო? 8 დღიანი გაფიცვა საქართველოში, ამაზე დიდი გაფიცვა არ ყოფილა, ამაზე მძლავრი და მნიშვნელოვანი. თორე რა თქმა უნდა, კაზრეთში თვენახევარი იყო გაფიცვა, მაგრამ რკინიგზის გაფიცვა სულ სხვა იყო, ეს ახალი სიტყვა იყო, ჩემი აზრით, შრომით მოძრაობაში საქართველოში. თან ყვითელ პროფკავშირზე როცა ვლაპარაკობთ, ყვითელი პროფკავშირი ჩავთვალოთ, რომ ეს არის ადმინისტრაციის იარაღი, დამოუკიდებელი პროფკავშირის დასანგრევად და მისი ძლიერების ასე ვთქვათ, დასაბალანსებლად, თორე ის პროფკავშირი კი არ არის. უბრალოდ ტერმინს ვიყენებთ პროფკავშირს, თორე ის ყვითელი, ანუ ჯიბის პროფკავშირი ადმინისტრაციაა ის იგივე, ხო? და აი ადმინისტრაციები აი ამ სოლიდარობის დარღვევას ამით ცდილობენ და აქაც იგივე კანონი დაშვებული ყვითელი პროფკავშირი არ არის და ადმინისტრაციას არ აქვს უფლება ასე მოიქცეს წესით, როცა ჩვენ მიმართავთ შრომის სამინისტროს და შრომის ინსპექცია არ არის ხო ამ პროკურატურას. ეხლა რკინიგზელთა საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაშიც გვაქვს სარჩელი შეტანილი. მაგრამ რა გონიათ რამე ხდება, გამომძიებელი მოუძებნეთ ერთვიანი იმის რა ქვია ძებნის შემდეგ, ვისაც დაეწერა ეს საქმე. და რო ბოლო-ბოლო რომ მივაგენით, იმათ თქვა, უი, მე დამეწერაო, მართლაო და კიდე ჩვენები დაკითხეს. ისინი კი არ დაიბარეს, ვიზეც ვიჩივლეთ. ჩვენები დაიბარეს დასაკითხად. ანუ იმის თქმა მინდა რომ სოლიდარობა საჭიროა, არსებობს, მაგრამ ერთგვარად ფრაგმენტირებულია და მას უნდა მოკრება. ძალიან კარგია სტუდენტების აქტიურობა, აბსოლუტურად აუცილებელია ეს აქტიურობა და ჩვენ, რა ვიცი, ჩვენს გვაქვს ახალგაზრდული ორგანიზაცია, USGTUC შექმნილი, ისინიც აქტიურობენ, ეგრე ხვალ აქცია აქვთ გოჩას და მწვანე მუშტას და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია შეუერთდება მათ და ჩვენ სული და გულით ხალხს. გოჩას მივცეთ საშუალება რეპლიკის სახით. დროც გითხარი და ანონსების საშუალებას მოგცემთ. რეკლამაში არ ჩაითვლება? არა, არ ჩაითვლება. იმიტომ რომ საავტორო გადაცემა და ვაძლევ უფლებას. მიმართავ ყველა დასაქმებულ საკუთარი უფლების ბრძოლას და შემოგვიერთდა. ჩვენი მოთხოვნები ძირითადად არის შრომით ექსპლუატაციის წინააღმდეგ, შრომის ინსპექციის შექმნის მომხრედა თქვა ერთ-ერთი ინიციატორიც კი ვარ წლების განმავლობაში, სტუდენტების დიდი ნაწილი და ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი, ვინც უშუალოდ განიცდის ექსპლუატაციას თუ არ განიცდის, სოლიდარობის თქმა უნდა მოვიდეს. გასაგებია, დიდი მადლობა შეგახსენებთ ჩვენი სტუმრები, გახლდათ გოჩა სურგულაძე, მწვანე მუშტის წარმომადგენელი და გოჩა ალექსანდრია პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე. დიდი მადლობა იმისათვის, რომ იყავით ჩვენთან, ჩვენ კი მომავალ ხუთშაბათს დღის პირველ საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. გმადლობთ.